შუადღე მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, შუადღე ლაივ მშვიდობისა. შუადღე ლაივ მშვიდობისა. სრული შემოდგომობით რომ დღეს ვართ, ხო, რა კარგი, როგორ მიხარიან, რომ ჩვენთან ერთად. ხო, მაგრამ თუმცა გუშინ სადაც იყო, არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი. ჩვენთვის ძალიან საყვარელ ადგილას იყო და იმ ადამიანებთან ერთად ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში, ვინც გულანთებული მართლა, აი გადამკვდარია საქართველოსთვის და სიმართლისთვის და არ არის ეს რაღაცნაირი ისეთი ჰაერზე სიტყვები, როგორც ზოგიერთები თვლიან, რომ თურმე ამ რუსთაველზე რანაირი ადამიანები დგანან ვერ გაიგებ უსამშობლოები, კოლექტიური ნაცები თუ deep state-ები თუ გაუგონარი იდიოტობები. სამკურნალოები მე მეცაც დავამატებ, იმიტომ რომ გუშინდე ჩვენ ჩართვას სვასობაში სახელობის ახალი თეატრიდან მოყვა ძალიან დიდი კრიტიკა დავარქვა. კრიტიკა არ არის, კრიტიკა ზოგადად ჯანსაღია. კრიტიკას მაგას რაღაცა მოყვა, არ ვიცი, სახელსაც ვერ დავარქვა, განსაკუთრებით მსახიობ ნანა ბუთხუზის სიტყვას, რომელიც იყო ძალიან ემოციური, ძალიან მართალი და ხო, აი ამას ძალიან და ხაზი გაუსვა და რაღაცა საოცარი კომენტარები წავიკითხე. საერთოდ კითხულობა არ ვიცი, მაგრამ ხო იცი, გეკითხილება ასე ვთქვა. მაგრამ ალბათ ესეც ერთ-ერთი გამარჯვება, როცა ამდენი ბოტი, ტროლი, თუნდაც არა ბოტი და ტროლი, მაგრამ რაღაც გაუგებარი წარმომავლობის ან გასაგები წარმომავლობის ადამიანი გიწერს რაღაცა, იცი რა, ეს არის თავდაცვა ერთგვარი. ჩაგეჭრა? კი, აი მაგ თემას გავაგრძელებ, ანუ რო წერენ ესეთ რაღაცეებს, აი ძალიან მარტივი ლოგიკა არის, ხო? რას ამბობს ეს ხალხი? რაღაცა განსაკუთრებულ არარეალურს, წარმოუდგენელს, ან არასწორს, რატო არ ამბობს ამ ყველაფერს არასწორს ეს ადამიანები? უმარტივესია, ხო? ითხოვენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების თავისუფლებას. ითხოვენ, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართალი და ქუჩაში რომ აწამებენ ხალხს, აღარ გამეორდეს, ხო მართალია? და დამნაშავედ დაისაჯოს. რა არის აქ უცნაური, რთული ან გაუგებარი, ხო? ეს ხალხი მაშინაც სწორედ რაღაცა უსამართლობას აპროტესტებს. ხო და მე კიდე ერთი რაღაც მინდა დავამატო. აი ეს იმ ადამიანებს მინდა მივმართო პირადად, ვინც აი ესეთი პოსტებით არის გამომცხვარი და ზუსტად ვიცი, რომ ანგაჟირებულები არიან ეს ადამიანები და რაღაც ზოგი თავის პოსტს იცავს, ჩემო მეგობრებო, თქვენ მოგანო მართავთ. ყველამ კარგად იცის ყველაფერი საქართველოს. აი ამ ხელა არის ერთი ბეწო და ყველამ კარგად იცის ვინ რა სიმართლეს ამბობს, ვინ რას იცავს და ასე შემდეგ. იცავთ თქვენს პოსტებს და ხელფასებს და ამის გამო თვალს ხუჭავთ იმ უსამართლობაზე, რომელიც გაუგონარ უსამართლობაზე, რომელიც საქართველოში ხდება და აუცილებლად მოგიკაკუნებს თქვენ სახში ეს უსამართლობა და ჩვენი დასაცავები იქნები და ვინ დაგიცავთ მერე? არავინ არ დაგიცავთ თქვენ მერე. ამიტომ აზე მოდით ცოტა თვალები გაახილეთ და მიხვდით, სად უნდა იდგეთ და რა უნდა დაიცვათ ცხოვრებაში. თუმცა მინდა ვთქვა, რომ გარკვეული ნაწილი მიხვდა და ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა გამოგხიზებისკენ დავიღუპებოდით სხვანაირად. მივდივართ, ხო, თუმცა მაინც არიან ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ერთხელ ხას უსვავ. არ მიხვდა ის ადამიანები, არ მიხვდნენ, ვინც რაღაცა სარგებელს პოულობს ამ სიტუაციიდან და ამ ეგრეთ წოდებული მთავრობიდან, მთავრობა ეს არის. ამას ალბათ ჯერჯერობით ვერ ხვდებიან და საბოლოოდ ყველა იქ აღმოჩნდება, სადაც ახლა ვართ ჩვენ. აუცილებლად მე გუშინაც გეთახმები, რაც ახლა თქვი ზუსტად, რომ ყველას მოგვიკაკუნებსა და აუცილებლად ყველას მიუკაკუნებს საკუთარი სახლის კარზე, იმიტომ რომ თუ დღეს აი ამდენი უდანაშაულო პატიმარი ყავს ის ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები, რომლებიც ვისთვის ისჯებიან არავინ ვიცით. ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ მათ კონკრეტულად პირადად არ ეხებათ, ის იმას არ ნიშნავს, რომ ეს თქვენ არა, მარია მანიაკი უნდა იყო მართლა ნამდვილი. მდგომარეობამ რომ არ მიგიყვანოს რაღაც თუნდაც ნანას მდგომარეობამდე და ემოციამდე და იმ სიმართლემდე, რაც შენ უკვე გუშინ ახსენ, ძალიან რთულია ამას ასე უყურებდე და ერთხელაც არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ თუნდაც გამოესარჩლო ბიჭებს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის უსამართლობა, რაც ხდება უკვე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოდი შევთანხმდეთ, რომ რუსული კანონის შემდეგ ყველაფერი ძალიან ესეთი თვალგათელი გახდა. კი, მე ჩემთვის 2012-დან ხდება რეალურად. ხდებოდა, თუმცა ეს ბოლო ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანი ერთი წელი იყო საქართველოსთვის, მე ესე მგონია და თუნდაც ის პროტესტები, რომელიც გუშინდელ საღამოს არ შემიძლია რომ არ შევეხო ბათუმში თუნდაც, იმიტომ რომ რა მოხდა ბათუმში? თბილისში ხდება საპროტესტო აქციები და არა მხოლოდ თბილისში,
სოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში არის ხო უკვე საპროტესტო აქციები. ნუ ბათუმი იყო მაგალითი, საოცარი მაგალითი ჩემთვის, როდესაც ნეთგასეთის დამფუძნებელი ქალბატონი მზია ორჯერ აიყვანეს ერთ ღამეში, წარმოუდგენელი. ორჯერ დააკავეს. ორჯერ ქალბატონი. აი და რატო ეხა ხო ყველამ კარგად ვიცით, იმიტომ რომ ნეთგაზეთი ძალიან აქტიურია და ბათუმელებიც აი ძალიან ჩანან და მაგიტომ ხელს უშევით. და საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, გუშინდელი სასამართლოს პროცესი მინდა მოვიყვანო მაგალითად. გუშინწინდელი თავისთავად და გუშინდელი როცა ბავშვები, პატარა ბავშვების ხედან გისოსებს მიღმა წვერიც რომ არ ამოსულიათ. ჯერ და ერთ-ერთი და რაღაცნაირი კაცი ზის იქ, ამხელა კაცი მოსამართლე ბჭყალებში მოსამართლე, რა თქმა უნდა, შენ მოსამართლე არ ხარ. სამართალს შენ ვერ იცავ. ლაპარაკი რომ მოსამართლემ ვერ ამოიკითხა სასწრაფო დახმარების მიერ ჩაწერილი ადამიანი, რომელიც ბავშვი, რომელიც ცუდად გახდა უჰაერობის გამო და არ გადავიდნენ ცოტა უფრო დიდ დარბაზში. უჰაერობის გამო, რაც ჩაუწერა სასწრაფო დახმარებამ, ვითომ ვერ ამოიკითხა საერთოდ რომ მოსამართალზე ვლაპარაკობ და ამ ყველაფერს როცა უყურებთ ადამიანებო, პატარა ბავშვების ხედან გისოსებს მიღმა და არაფრის გამო. არაფრის გამო და როცა გარეთ დადის სამწუხაროდ ძალიან კიდე სხვა თემაა, ძალიან ბევრი ადამიანი ძიმე დანაშაულებით. კი, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ და რომელ დაფიქრებაზე და ორჭოფობაზეა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვეტაზე საუბარი ვერ ხვდები. მე მაგას გავიმეორებ კიდევ ერთხელ რა, ვინც ორჭოფობს ვერ გადაწყვიტა, ძალიან დიდ ბოდიშს მოვითხოვ, არ მოვითხოვ ბოდიშს იმ ადამიანებისგან, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აღნიშნე, რომ თავისი ადგილების და თბილი ერთი ადგილების გამო დგანან რაღაცნაირ პოზიციაზე. ვინც ამას ვერ ხედავთ? მართლა მანიაკები ხართ და მკვლელები ხართ. და ჩემო ძვირფასო კოლეგებო კიდე სხვა ტელევიზიებში. დამნაშავეები ხართ თქვენ, პირდაპირ გეუბნებით, რომ ხართ დამნაშავეები. მადლობა. ხო, არ ვიცი, ძალიან რთულია. ზართულია მართლა სანამ შვილს არ დაიჭერენ ვერ მიხვდებიან ხო რა ხდება თუ რა ხო და ის ანდრო ჭიჭინაძეც და ის სხვა ადამიანებიც რომ ჩვენ ვართ აი ეს უნდა გავითავისოთ ანდრო ჭიჭინაძე სახელი და გვარი ამ შემთხვევაში ნიშნავს ყველა არის რა თქმა უნდა ანდრო და ყველა ვართ ანდრო ჭიჭინაძეები და ასე შემდეგ სხვა სახელებს და გვარებს აღარ ჩამოვთვლი და ახლა ძალიან მალე უნდა შემოგვიერთდეს ჩემი კოლეგა ახალი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სანამ გიორგი შემოგვიერთდება მე მინდა რომ მოყვე ეს რაღაცა მოკლედ გუშინდელი ამბავი რაც ახალი თეატრის წინ ხდებოდა განცხადებას გულისხმობ რომელიც ჩემი თეატრის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა გააკეთა რომ ჩვენ ვაძლევთ 20 იანვრამდე ვადას რომ გამოუშვან უდანაშაულო პატიმრები და ამის შემდეგ ჩვენ აქამდე თუ ვიყავით ჩუმად და უბრალოდ ველოდებოდით, კი, რა თქმა უნდა, გვერდითი ნაბიჯები გქონდა, ვთქვათ, ვაპროტესტებდით ქუჩაში, გაფიცოჩეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გადავავთ სხვა ნაბიჯებს, გადავდგამთ. ოღონდ აქვე მინდა ხაზი გაუსვა. კანონიერ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა. ეს იქნება კანონიერი, რასაკვირველი ეს იქნება მშვიდობიანი, მადლობა. ხო, აუცილებლად. არა მშვიდობიანი, არავის არაფერი არ უნდა. მოყვა თითქოს რაღაცა ფრაზები, რომ აბა რასაპირებთ და არაფერს ისეც, რა თქმა ყოველ შემთხვევაში იქნება სხვაგვარი ნაბიჯები, უფრო მძაფრი, უფრო ავხმაურდებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობიანი. ხო, არეულობა არავის არ უნდა, არეულობა კიდაც თქვენ, მხოლოდ თქვენ გაწყობთ, ჩვენ არ გვაწყობთ არეულობა. თითი ყოველთვის ჩვენსკენ არის გამოშვერილი, რომ ჩვენ გვინდა. ოკეი, ერთი თქო რა. გიორგი ბახუტაშვილი უნდა შემოგვიერთდეს, რომელიც გიორგი ხარ, გიორგი. გამარჯობა, ბახუთ, როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ, მეგობრებო? კარგად, ძალიან კარგად, ოპტიმისტურად შემართებით და ასე შემდეგ. მიხარია, მაგის მოსმენა, მიხარია. სხვანაირად არ შეიძლება, მე მგონი, ბახუთ, არ ხდება ისტორიულად, არ ახსოვს ისტორიას სხვანაირად, რომ განვითარდეს მოვლენები. კი, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ რაღაც კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და კონკრეტული სამუშაოები ჩასატარებელი იმისთვის, რომ მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. რაღაც უკვე გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. როგორც ხედავთ, ერთადერთი მაგ ეტაპს თვითონ ის ხალხი არის, ვისკენაც არის მიმართული ყველა ეს შეძახილი და ყველა ეს ხმა და არ იმჩნევს ხა. ჯერ კიდე მანდარიან რომ აი ჩვენ თქვენ ვერ ხედავთ ხო ხედავთ აი როგორ რა
როგორ გველაპარაკებიან თავის განცხადებებში და როგორ გველაპარაკებიან სასამართლოს პირით და როგორ ელაპარაკებიან აი დაკავებულებს იმ აი გუშინ რა არ ვიცი რა საშინელება უნახეთ რა ვიცი აი სახელმწიფო იმ მოსამართლის პირით იმ პატარა ბავშვებს როგორ ელაპარაკებოდა როგორი დაუნდობელი იყო და როგორი სასტიკი იყო და როცა ვამბობდით რომ სასუნთქი სივრცე აღარ დაგვიტოვაო რაღაც მეტაფორულად ამ ხელისუფლება რაღაც მეტაფორული ფრაზა იყო და უკვე მეტაფორაც აღარ არის რეალური ო პირდაპირ რეალობა არის მართლა სასუნთქი სივრცე აღარ არსებობს და აი ამ რაღაც სუნთქვაშეკრულ ბავშვებს როგორ ელაპარაკება სახელმწიფო მაგას მაგის ხმარება შეუძლებელი იყო. აი ესეთი ჩვენ ვამბობთ რომ უსამართლოა რა თქმა უნდა ეგრეც არის ეს ორჯერორია რა თქმა მაგას ბევრი ფიქრი და ასე შემდეგ და მსჯელობა. აი ეს სამაგალითო დასჯა არის მიმართული მე ესე ვფიქრობ იმისკენ რომ ვაიმე ჩვენ შეგვეშინდეს და ჩვენც არ აღმოჩნდეთ იმ ბიჭების ადგილას თუ რაღაცა არ დაგვიჭირონ ხვალ ყველა ერთად. არა არ მგონია რომ მაგისკენ არის მიმართული. თავიდან შეიძლება ეგ გქონდათ მიზნად, მაგრამ ეგ მაგას ეგრევე მიხვდნენ, რომ მაგ მიზანს ვერ მიაღწიეს, იმიტომ რომ ეს პროტესტი გრძელდება უკვე 50 რავი რამდენი დღეა უკვე. 46 დღეა წარმოიდგინეთ. მაგას აღარ ემსახურება ეგ ნამდვილად და მაგას არ გამოხატავს ჩემი აზრით. რას ემსახურება გიორგი შენი აზრით თუ არა მაგალითად ჩვენს დაშინებას? პირიქით გამოხატავს თვითონ იმას შიშს, გესმის? კი ბატონო, დამწყდეული მხეცის სინდრომს ვეძახი თითქოს, რომ აი ეს ყველაფერი უკვე იმდენად დიდ იმაში არიან, რა ქვია, მიმწყდეულები არიან აი ამ თავის შიშში, რომ ყველაფერს საშინელებას აკეთებინებს შიში ყო, სწორედ მაგ და ის მგონია, რომ გაუთვალისწინებელი ბევრი რამ აქვთ უკვე გაკეთებული და გააკეთებენ კიდევ ბევრს, თუმცა ეს ხალხზე არ მოქმედებს და პირიქით რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებენ, მით მეტი ხალხი გამოდის ქუჩაში. ხო, ქართული გენი, ხო იცი როგორია, თუ დაჩაგრულს ნახულობს პირდაპირ აი ეშვებით. თუმცა ძალიან მაინტერესებს შენი ხედვა სწორედ აი ამ საკითხის, როგორ ფიქრობ? ხო, მეც ეგრე მგონია, რომ პირიქით ეგ ნაბიჯები აჩვენებს იცი რა რას გამოხატავს თუ დაუკვირდები, რაღაც უკან გადადგმული ნაბიჯის შიშს, აი რატო ხდება, რომ მთელი ამდენი ხანია ნუ ეგ ლოგიკურად რომ ვიფიქროთ ახლა სიტუაციის რაღაც განმოხტვა დამშვიდება ხო პირველ რიგში მათ ინტერესში შედის რა მაგრამ წარმოიდგინე არც ერთ ნაბიჯს არ დგავენ უკან თითქოს რა ანუ გვეუბნებიან რომ არა რაღაცა 1000 კაცი იკრიბებით ისა რა ქვია არ გამოუშვებთ სასამართლომდე და ის გამოძიების ბოლომდე არც ერთ პატიმარს მიუხედავად იმისა, რომ რეალურად გარეთ ეს ადამიანები საფრთხეს არ წარმოადგენენ, ხო? არ გვაინტერესებს თქვენი ხელმოწერები, არ გვაინტერესებს თქვენი ხმა, ჩვენ თქვენ საერთოდ ვერ გხედავთ. ეგ ყველაფერი რატო ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში მათ ინტერესშია, რომ რაღაცნაირად სიტუაცია განმოხტონ ნელ-ნელა. მაგას მაინც არ აკეთებენ. ეგ იმას ნიშნავს, რომ ეშინიეთ ამ უკან გადადგმული ნაბიჯის, გესმით? იმიტომ რომ გონიათ, რომ აი პირველივე უკან დახევაზე მთელი სისტემა ჩამოეშინებათ. და სინამდვილეში ეგ სისტემა აუცილებლად ჩამოეშინებათ ხალხო მაინც. უკვე მაგათზე აღარ არის ეგ პროცესი დამოკიდებული. აღარც მხოლოდ რუსთაველზე დგომაში ზე არის პროცესი დამოკიდებული, აღარც მხოლოდ სანქციებზეა პროცესი დამოკიდებული და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს და მოვემზადოთ იმ მომენტისთვის კიდევ უფრო მეტად და კონკრეტული სამუშაოები უნდა ჩავატაროთ საამისოდ, როცა მათ მოუწევთ ამ ყველაფრის შემჩნევა. აი ახლა სადაზღვევო კომპანიებიდან რა გვაქვს ინფორმაცია, რამდენი მიმართვა აქვთ საჯარო სექტორიდან თხოვენ
ისა არ ყვევენ ამ გაფიცვის შემთხვევაში და სამსახურიდან წამოსვლის შემთხვევაში რა პროცესებია და ასე შემდეგ. რამდენი მიმართვა აქვთ საჯაროს სექტორიდან განსაკუთრებით პოლიციიდან სამსახურის დატოვების თაობაზე და არ უკმაყოფილებენ ამ თხოვნებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ესე ჩაბღაუჭებულები არიან და ცდილობენ რომ ეგ სისტემა არ ჩამოეშალოთ, მაგრამ აი ეგ სისტემა მაგ სისტემის ჩამოშლა არ ჩამოშლის საკითხია, აი მაგნა ბიჯებზე ნამდვილად აღარ არის დამოკიდებული და ეგ სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება. ჩვენც ახლა გუშინ ნახეთ რომ განცხადება გავაკეთეთ ქურთუგიზით. კი ბატონო. ეთერში და ხო, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის ძალა, რომ იმ ადამიანებს, ვინც გაბრაზებული ვართ ამ ყველაფერზე, რომ აი იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ვიმუშაოთ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ჯერ კიდე იმედს უსმენენ და ასე შემდეგ და ჯერ კიდე მათი განცხადებების ჯერად. მგონია, რომ ეგ სამუშაო ჩასატარებელია და ჩვენ გვაქვს მაგის ძალაც, რესურსიც და დროც სამწუხაროდ უამრავი დრო მოგცა ბახუტა მინდა აქვე მინდა რომ პროფესიის გარეშე ვარ დარჩენი. ბოდიში რაღაცა აქვე მინდა რომ ჩაგერთო რა, ანამაც აღნიშნა რაღაც პოსტების და აგრესიული პოსტების თაობაზე ილაპარაკა. მინდა რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ვთქვა რომ დათო დოიაშვილის გამოსვლა გუშინ, ნანა ბუთხუზის ჩართვა პირდაპირ ეთერში, ანას ჩართვა, ბეშიტას წეროს არა აქვს მაგას მნიშვნელობა, ეს არ არის კონკრეტული პიროვნებების გამოძახილი და სიტყვა. ეს არის იმ ათასობით ადამიანის სათქმელს აჟღერებენ უბრალოდ ეს თითო ადამიანი თუ ყველა ერთად ვერ ილაპარაკებს. რო იცოდეთ ეს. მადლობა. კი, რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ისედაც ხედავთ ახლა მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა იგივე აქციები და აზრი დააფიქსიროს. ყველა ერთი და იგივე პოზიციაზეა, ყველა აი როგორც პირველ დღეს იყვნენ მხნეთ, ისე მხნეთ არიან. უბრალოდ იცით რა, ეს რუსთაველზე სიარული არ უნდა გახდეს უბრალოდ რაღაც ჩვენი, აი ხო ხედავთ უკვე რამხელა კრიზისშია სიტუაცია. აი ხა იმ ვადებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ეს მოხდება და როცა რაღაც ჩვენ მიზანს მივახცევთ. როდის იქნება ეს, ამას უკვე აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი ეს ქვეყანა აღარ არსებობს და ეს კრიზისი უკვე ისეთ შიხშია და ეკონომიკა, აი ყველაფერს თავი დავანებოთ. ეკონომიკა ისეთ მდგომარეობაშია და კიდე უფრო და უფრო ისეთ კრიზისში შევა, რომ მე ხო ისევ ჩვენ მოგვიწევს არა ამ რეალობის წინაშე დგომა, როცა ამ პირველ ნაბიჯს გადავდგოთ და ძალიან მძიმე სურათი გვექნება და განსაკუთრებით მძიმე სურათი გვექნება ეს თუ რაღაც პროცესში გაიწელა კიდე. ამიტომ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, კონკრეტული სამუშაოები ჩასატარებელი და აუცილებლად დედლაინებზე და ვადებზეა სამუშაო რა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ისეთ ვადებში, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს მომავლისთვის რა. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. მადლობა ბახუ, ძალიან დიდი მადლობა. გაკოცეთ, კარგად იყავით, ხნეთ იყავით. ხნეთ, რა თქმა უნდა. ვიცი რომ ქალბატონი ლიკა უნდა გყავდეთ. არა, ვერ შეეძლო. ადვოკატებთან აქვს შეხვედრა ქალბატონ ლიკას და ამიტომ აი რამხელა ძალას აჩვენებს. რო გინდოდეს რომ მოიწყინო და რაღაც დაგეზაროს რაღაც ნაბიჯის გადადგმა, რო უყურებ უბრალოდ ქალბატონ ლიკას, აი რამხელა ძალას აჩვენებს და ნამდვილად. მაყურებელს მინდა უთხრა ანდრო ჭიჭინაძის დედაზეა საუბარი, ლიკა გუნცაძეზე. და ქალბატონი ლიკაც დედაა და ის ქალბატონის დედა, ვინც ისეთი განაჩენი გამოიტანა ხო გუშინ. რა ვიცი. მადლობა ბახუ. გისმენთ. რაღაცა სამბობდი. არა, იმის თქმა მინდოდა, რომ აი ნაბიჯი რა თვითონ ამ ხალხის არ გამოშვება ციხიდან, აქეთ მხარეს როცა მკითხეთ, რომ ჩვენ დაშინებაზე მუშაობს, წარმოიდგინეთ, როგორ პირიქით მუშაობს. აი, როგორ შეიძლება ვიღაცას პრინციპულობაში აერიოს ეგ, რომ არ უშვებენ ამ ხალხს. რა იგი პრინციპულობა, პრინციპს
ჭირდება რაღაც მორალური მიზანი რა, მიზეზი უკან. შეიძლება მაგათი აი მაგ გაჯიუტების მიზეზი არის ის რაღაც ფული და მაგ ძალაუფლების არ დაკარგვის შიში რა და მორალური პრინციპები არის ჩვენ მხარეს, იმიტომ რომ ჩვენ მაგის მიზეზად გვაქვს მეგობრობა, რომ მეგობრებს ვერ დავტოვებთ ციხეში, რომ საკუთარი მომავლისთვის ვიბრძვით, ქვეყნისთვის ვიბრძვით და ასე შემდეგ, პროფესიებისთვის ვიბრძვით და რომ აი მთელი მორალური პრინციპები, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია ნაბიჯის უკან გადადგმა, არის ჩვენ მხარეს და მაგიტომაც ვერ მიდის სახლში ის ხალხი, ვინც რუსთაველზე დგას რა და იმათ მხარეს არის ეგ რაღაც ერთწამიანი კეთილდღეობის სურვილი რა. ხო და რა თქმა უნდა, ეგ მორალურ პრინციპებზე ძლიერი ვერასდროს ვერ იქნება, რაც ჩამოვთვალო. რა თქმა უნდა, გეთანხმები აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგად, დიდი მადლობა. მადლობა, კარგად, მადლობა. ხო, ასე ჩვენ სხვა ფასეულობებისთვის და სხვა სიმართლისთვის ვიბრძვით, რაც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება და ეს ჩემი პროგნოზი კი არის, რომ გამარჯვებით დასრულდება, თუმცა მე ძალიან მაინტერესებს ამ წელიწადს, რას გვიქადის, ასე ვთქვათ, ვარსკვლავები. მე ვჭუბაქ რომ თქვენ ძალიან პროგნოზებზე გადახვედი. ხო, იმიტომ რომ ჩვენი პროგნოზია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ჩვენი არაჩვეულებრივი ქეთი ოდიშელის ასე ვთქვათ, პროგნოზი როგორი იქნება და როგორ არიან განწყობილი ვარსკვლავები ამ პროცესების მიმართ რაც ხდება. თქვენც მადლობა. მოგესალმებით ჩვენთან ერთად. ხო იცი როგორ გვიყვარს ეს ამბავი და მე ძალიან მიყვარს თქვენთან ერთად ყოფნა. გვიყვარს და გვაინტერესებს. ისეთი წელია პრინციპში ძალიან საინტერესოა ყველასთვის და რა ვიცი, საიდანაც გინდათ. როგორ დავიწყოთ? როგორი წელია რა? როგორი წელი? მარიამ, შენი წელი მოდის. ჩემი წელი. მოდის, ჯერ არ მოსულა. მოდის, ნუ თებერვლის ბოლოს შემოდის, ხო, ჩინური აზიური კალენდრით არის. გველის წელს გულისხმობს. გველის წელი. ხო, თებერვლიდან შემოდის, იანვრიდან. ოღონდ. ანუ ნახეთ ცვალებადია ზოგადად. ახლა მოდი დავალაგოთ და გვითხარი. ახლა დავალაგოთ, მოდი. ნუ კალენდარული ახალი წლის მერე ხდება ხოლმე ათვლა, რა თქმა უნდა, ძირითადად იანვარი-თებერვალის ზონაში ემთხვევა ნამდვილად, უბრალოდ ხდება ხოლმე მარტივად, ვინც ცოტა ღრმად ევრკვევდა ასტროლოგიაში, ზამთრის მზებუდობა ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, ხო გახსოვთ 21 დეკემბერი, მე მგონი იცის უმეტესობა. იქედან მეორე ახალმთვარეობას ხდება ხოლმე ეს ახალი წელი მოკლედ აღმოსავლური ნახეთ, აღმოსავლური ახალი წელი დამოკიდებული ყოფილა აი ამ დღეზე ზუსტად და ამ ახალმთვარეობის ფაზებზე. აქედან გამომდინარე არის ცვალებადი, არის 29 იანვარს და 29 იანვარი არის 29 იანვრამდე დრაკონის პერიოდია ჯერ კიდევ. ხო? და 29-ის მერე უკვე შეგვიძლია, ნუ აღნიშნვა როგორც ასეთი ახალი წლის ხდება ხოლმე აი ეს ფეერვერკებით და ეს ფერებით და ფერადად ზოგადად ეს ბრჭყვიალა დახვედრები. რეალურად არის აღმოსავლური კალენდრით ათვლა, შესაბამისად მაგ დროს უნდა აღნიშნოთ, მაგრამ რახან გველის წლით დავიწყოთ იმით, რომ დრაკონისგან განსხვავებით კი სიმბოლიზმი თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ განსხვავებულია მაინც და განსხვავებულია რით. ნახეთ, დრაკონი მაინც უფრო არის რაინდული ბუნების. მაგალითად, დრაკონი პირველი არ მივიდა ღმერთების გამოძახილზე ამ 12 ნიშნიდან, იმიტომ რომ დაეხმარა ხანვის და დააგვიანა. და გველი არის საკმაოდ მიზანმიმართული. არ არის დიდად რაინდული ბუნების, ცოტა ცივია, ბრძენია, ცოტა ცივია, რაციონალურია და ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი არის ყურადღება ახლა ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც არიან დალაგებულები, time management-ი, რეჟიმი, ზედმეტი მოძრაობები რო არ უნდა იყოს, ხო, იმიტომ რომ არ უყვარს. ხო, ნუ ტყუპების თემაში ცოტა არის ქაოს, თუმცა სასწავლო ნამდვილად ბევრი გვაქვს და განსხვავებული წელი იქნება იმითაც, რომ ეს 60 წლიანი ციკლი აქვს ზოგადად აღმოსავლურ კალენდარს ნახეთ და ნუ 5 ჯერ მეორდება ეს 12 ნიშანი, ხო, ამ 60 წლიან ციკლში და ეს არის შედარებით მშვიდი გველი, იმიტომ რომ არის ხისტიქიის წარმოშობა.
წარმომადგენელი, არის სწრაფად პროგრესირებადი. წარმომადგენელი? ხის სტიქის გველის წელია, ხე. ხის. და ხი არის უფრო, ხო, არ არის ეს ცეცხლი მაგალითად რომ რაღაც ამოფრქვევები და ვულკანები და მგზნებარე წელი იყოს რაღაცებში და არის მოკლედ აი ამით გამორჩეული უფრო სტაბილურობით და კი, ну ეს კუპების ორივე კუპები ხარ როგორც მახსოვს და შულდას არის, ხო? ორი წუთი როგორ გითხრა, მიხდი, აბა ეხლა ყურადღები. კარგად იცის კუპებს როგორ უნდა მივხვდეთ. ბოდიში რომ ესე ჩვენ ცუდად ვიქცევით პერიოდულ. ეხლა გველის წელიდან გადავიდეთ. ნუ დახვედრათ შესაბამისად რაკონს თუ უყვარდა ფეიერვერკები, ქაოსი და ბრჭყვიალები, ამას არ უყვარს, რაც უფრო სოლიდურად მშვიდად შინაურების გარემოცვაში უნდა შევხვდეთ, ხო? აი 29-შიც ესე მყუდროთ და გონივრულად უნდა გავატაროთ. გავითვალისწინოთ ისიც, რომ წლის განმავლობაში გველი რამდენჯერმე იცვლის ტყავს. შესაბამისად, აი ეს შინაგანი ტრანსფორმაცია აუცილებლად, ნუ შინაგანი აუცილებლად, იმიტომ რომ გარეგნულად ტრანსფორმაცია ახლავს ყოველთვის შინაგან ცვლილებებს, ხო? ესეც თითოეული ადამიანის დონეზე აუცილებლად გასავლელი იქნება და ამ გველის წელიწადს მივაბად პირდაპირ ციფრული ასტროლოგია, იმიტომ რომ 2025 წელია, ხო? 2025 წელი ეს არის ну კოდი რეალურად არის 2-2-იანი, ხო? იმიტომ რომ ის ბოლო ციფრი იცვლება ჯერჯერობით და ნახეთ 2025 წელი ჯამში გვაძლევს 9-იანს. 9-იანი ეს არის შეესაბამება ციფრული ასტროლოგიით მარსს და მარსის ენერგიას. ნახეთ, გველის და მარსის ენერგიები ამ შემთხვევაში მეტყველებენ ერთზე. რომ ეს ბრძოლა, აგრესია, მამაკაცური მასკულინური საწყისი, ომები და ეს ყველაფერი, ხო და ერთი მხრივ ცოტა საშიშია, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. ის რომ 9-იანი ზოგადად არის ბოლო ციფრი, რომელიც ასრულებს ციფრების ციკლს. მე უკვე იწყება რიცხვთა სამყარო, ხო? ამიტომ 9-იანი გამოხატავს ისეთ თემატიკას, რომელიც აუცილებლად უკვე უნდა დასრულდეს. შესაბამისად, ამ ომების, ბრძოლების და ასე შემდეგ თემატიკაში უკვე ველოდებით 2025-ში რას? დასრულებას, იმიტომ რომ 9 თვე იწურება. როდესღაც კი არა 9 თვეში, ხო? განსაზღვრულად. შესაბამისად, ეს 9-იანი ანუ ეს წელი იქნება ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ციკლურობის დასასრული. ანუ ვიღაცას თუ რაღაცებში მუდმივად არ უმართლებდათ, ეხლა უკვე დაიწყება რაღაც ახალი ტალღამა ცხოვრებაში სასიკეთო. ვიღაცის ქვეყნების და ადამიანების თემაშიც, რა თქმა უნდა, იდენტურად ხდება. უბრალოდ განსხვავებულად, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ბრძოლა, ყველაფერი მიზანმიმართულობა, საკუთარი პოზიციების დაცვა აქტუალური იქნება აუცილებლად, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი უკვე მიიწურება წელს. და ამ მიწურვას პრინციპში დავინახავთ ალბათ ყველაზე აქტიური და ყველაზე ისეთი ვნებათაღელვით სავსე თვე იქნება მარტის თვე და აი მარტის მიწურულს უკვე დამშვიდდებით, რაღაცები უკვე გამოისახება, პატერნები უკეთესად და ჩვენ თვითონაც ვნახავთ რომ ყველაფერი დავაგრძელდება. საინტერესო, ხო მოდი წინასწარ ხო მარტის თვე ძალიან და ის არის, ხო დახუნძურულია მოკლედ ბევრი ამბებით და კიდევ საინტერესო ამ ციფრულ ასტროლოგიაში წლის არის ის რომ 2025 ანუ ეს 4-იანი შეიცვალა 5-იანის და 5-იანი არის ტყუპების ბუნების. ანუ 5-იანს განაგებს, ასე ვთქვათ, შეესაბამება მერკური. და მერკური არის როგორი ტიპი, ანუ მომრიგებელია. ნუ რა თქმა უნდა თუ კარგ ხასიათზეა, ყველაფერს მოარიგებს, ყველაფერს დაალაგებს, ურთიერთობებს, ყველაფერი იდეალურად. შესაბამისად, ამ მერკურის იცით რა, ქაოსი კარგია მაშინ, როდესაც ყველაფერი მოძველებულია უკვე, მაგრამ ქაოსის დაალაგებაც მერკურიმ, ანუ თქვენმა, ასე ვთქვათ, მეურვე პლანეტამ ძალიან კარგად იცის და თქვენც ძალიან კარგად იცით. შესაბამისად, ზუსტად მისი ფუნქცია იქნება დიპლომატიის, მოლაპარაკებების და აი ამ მოქნილობის ფონზე, ამ ომის და ბრძოლების ფონის დაალაგება. ეს იქნება წლის მთავარი თემატიკა. კეთი, ხო არ დავიწყოთ ახლა მივყვეთ კონკრეტულად საკითხავთ ყველა. მივყვეთ, კი. ძალიან გამორჩეულია, როგორც ვთქვით, მარტის ნიშანი არ დაგვავიწყდეს და ძალიან გამორჩეული იქნება რამდენიმე ნიშნისთვის. ფავორიტებს გამოვყვავ, ხო თქვენის ნებართვით. იმიტომ რომ წელი არის ძალიან ჭრელი და არ იფიქროს რომელმა ნიშანმა, რომ რომლისთვის ცუდია ან კარგია, იმიტომ რომ როგორ ხდება, იცით, შესავალს ვაკეთებ. დასაწყისში შეიძლება რომელიღაცასთვის შედარებით არ იყოს პოზიტიური, მაგრამ მეორე მისთვის უფრო პოზიტიურია. ამიტომ ცალკე რო გული არავის დაწყდეს, მეტნაკლებად ყველასთვის არის განსაკუთრებით, მოდი ესე ვთქვათ, ცეცხლის და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის წლის პირველი დასაწყისი არის უკეთესი.
და მერე მომდევნო პერიოდი უკვე კერჩხებში გადადის იუპიტერიც და უკვე წყლის და მიწისტიქის წარმომადგენლებისთვის უკეთესი. დღევანდელი ჩვენი პროგნოზი განპირობებული იყოს 29 იანვარი ვთქვით რომ ახალი წელია და 29 იანვარს ასევე გვაქვს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს მოვლენა არის ეგრეთ წოდებული დრაკონი. იქაც ასტროლოგიაშიც დასავლურშიც ყავს დრაკონი, ეს არის კეტუ და რაქუ, რომელიც საბედისწერო ცხოვრებისეულია მისია გაგვიგია, ხო? აი გარკვეულწილად ამ მისიებს გაანაგებენ და ზუსტად მათით ხდება დაბნელებების ათვლა. სწორედ ეს ნიშნები გადადიან 29 იანვარს ამ ახალ წელს, ემთხვევა ასე, ვერძიდან და სასწორის ღერძიდან გადაინაცვლებენ ყოველთვის უკან ბრუნავენ, იმიტომ რომ ებრძვიან ზოგადად მზეს და მთვარეს და ძალიან საინტერესო ისტორია აქ ამ ამბავს და მათ ჯინაზე უკან მოძრაობენ და შესაბამისად მიდიან უკვე თევზებით და ქალწულის ღერძზე. და ამიტომ გადაწყობა თვითონ თითოეული ნიშნისთვის პროგნოზსაც გავაკეთებ სწორედ ამიტომ, იმიტომ რომ იწყება თითოეულის ცხოვრებაში წელიწადნახევრიანი ციკლი. ჩვენთვის, თქვენთვის, ყველასთვის და ყურადღება. ეხლა ყველა თითოეულმა თქვენთაგანმა ყურადღება მიაქციეთ, როგორი იყო თქვენს ცხოვრებაში 2006-2007 წელი. იმიტომ რომ ზუსტად იმ ციკლს გავდიოდით. რაღაცით გაიხსენებს. ზუსტად იმ ციკლს გავდიოდით, როდესაც იყო აი ეს ღერძი აქტუალური, თევზები ქალწულის ღერძი. ამიტომ გაიხსენეთ რაღაცა მსგავსი იქნებოდა კიდევ 2016-2017 წელს. რაღაცით მსგავსი, მაგრამ ძირითადად ეს პატერნები გამოხატული, მაგალითად მე ლომი ვარ და ლომისთვის პირველი კარიერული რაღაცის საწყისი შეიძლება ფინანსური ყოფილიყო, აუცილებლად იპოვით თქვენც. და დავიწყოთ შესაბამისად აი ამით, იმიტომ რომ ბევრისთვის წელიწადნახევრიანი ფაქტიურად ახალი ციკლი იწყება, როგორც შევთანხმდით. ვერძი. ვერძისთვისაც და სასწორისთვის, მაგრამ მოდი ცალკე გამოვყოთ ვერძი, დრო გვიწყობს ხელს, რამდენი გვაქვს დრო? კი, აუცილებლად. კი ბატონო, მაშინ ვრცლად ვისაუბროთ და არა ერთად. ვერძებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იმისთვის, რომ უკვე ნახეთ ეს კვანძები, დრაკონია თქო რატო ახსენე, იცით? დრაკონი ხო არ არის მაინც და მაინც დადებითი პერსონაჟი, ხო? ბევრ რაღაცაში ებრძვის, ბევრ რაღაცაში პრობლემებს ქმნის. ამიტომ ვერძები ბევრ სიტუაციებში დაისვენებენ თუნდაც პარტნიორულ თემებში, რაღაც ნებათაღელვა, განშორებები, რაღაცები თუ ქონდათ, ამ კუთხით დასტაბილურდებიან. კარგი რა კუთხით შეიძლება იყოს? შეიძლება იყოს მიგრაცია, შეიძლება იყოს უცხოეთში წასვლა, შეიძლება იყოს დაბრუნება. შეიძლება იყოს ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემიდან გამოსავალის ნახვა და გამოჯანმრთელება, ну, ყოველ შემთხვევაში დიდი რემისია, ხო? ეს თემები ასევე აქტუალური კარიერული კუთხით, სამსახურის კუთხით, მუშაობა ან საზღვრებს გარეთ კომპანიებთან, იმიტომ რომ ამ ასეთმა ადამიანებმა მით უმეტეს თუ კრეატიულები და შემოქმედებითი ნატურები არიან, შეიძლება სახლიდანაც დიდ სივრცეებში იმუშაონ, მოკლედ ესე დღევანდელი ესეთი საშუალებებით, ხო? კომპიუტერით და სხვა. ამიტომ პლუსები ძალიან ბევრი არის, თუმცა მაინც ყურადღებას გავამახვილებდი მედიტატიურ მდგომარეობაზე ჩაუღრმავდნენ იმ კონკრეტულ პრობლემებს, რატომ რისთვის ჰქონდათ ეს ყველაფერი და მეორე, აუცილებლად ჯანმრთელობაზე ჯანსაღი კვება, სწორი ცხოვრება, რეჟიმი და აი ეს ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ზოგადად ამ კვანძების, თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა თევზების და ქალწულის გამოყოფს, თევზები ცოტა ქაოტურია. თევზების სულიერებაში შეიძლება პიკს აღწევს და ფაქტიურად სულიერების ნიშანია, თან მოიაზრებს, რომ ყველა ნიშანს კრავს, ვინც მანამდე იყო, მაგრამ მატერიაში ცოტა უჭირს, იმიტომ რომ ეს მისი სამყარო ნაკლებად არის, მიხვდით? ამიტომ აი დაორგანიზება პირველ რიგში ყველა ნიშნისთვის და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ვერძებს ურჩევდი მატერიალურ სამყაროში, უფრო მეტად დაორგანიზონ ყველაფერი. კურო. კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აქტუალურია ძალიან სასიკეთო პერიოდი აქ ფაქტიურად, ახალი წამოწყებები, აუცილებლად სოციალურად ფრთები უნდა გაშალონ, აუცილებლად რაღაც ახალი იდეები მოიფიქრონ და აყნენ მეგობრების ღონისძიებების აი ამ რიტმს, იმიტომ რომ იმ კუთხიდან შარმიც, გამართლებაც, იღბალიც, რა ვიცი, ყველაფერი ხელს შეუწყობს ამ ამბავს და უფრო კონკრეტულად დაკავდნენ ისეთი საკითხებით, რომელიც მაგალითად არიან გარკვეული კუროების ესეთი წარმომადგენლები, რომლებიც მატერიალურ მდგომარეობაზე იმდენად მიჯაჭულები არიან, რომ ბევრი რაღაც უკვე ავიწყდებათ ამ სამყაროში, ხო? და აი აქ უნდა გაიხსენონ უკვე სხვადასხვა ფასეულობები, იგივე ოჯახური, ტრადიციული და ასე შემდეგ. სხვა მხრივ ყველაფერი კარგად იქნება პრინციპში. გადავედით კირჩხიბის ყუპების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებზე. ყუპებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლი.
წელიწადიანი კი არა, წელიწად ნახევრიანი ყურადღება მიაქციეს და გაითვალისწინეთ, რომ იუპიტერი ჯერ კიდევ თქვენთანაა, ხო? შუა წლამდე. ამიტომ მაქსიმალურად, აი თვის ბოლოდან ეხლავე გაწერეთ ყველაფერი და განსაკუთრებით სად. ეს არის მეათე სახლი ეს არის სტატუსის, კარიერის საზოგადოებრივი როლი თქვენი ფაქტიურად. ამიტომ თუ გინდათ რომ რაღაცით ცოტა წინ წახვიდეთ, ან კარგაგვარიანად მსუყეთ წინ წახვიდეთ, ეს იქნება კარიერაში ცვლილებები თუ სხვა, აუცილებლად უნდა იაქტიუროთ. ყველაფერი შეუწყობს ამას ხელს, აბსოლუტურად ყველაფერი. ერთადერთი ამ შემთხვევაში რაც შეიძლება იყოს ხელი შემშლელი ფაქტორი, ეს იყოს საოჯახო გარემოში დაცალაგებელი სიტუაციები, სახლში ქაოსი, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად სახლში დაალაგება დამალაგებელს შეუშვათ და ეგა. ესე ლაგდება. ხო, ოკეი. მერე გადავედით კირჩხიბზე. კირჩხიბისთვის პერიოდი არის პრინციპში ძალიან კარგი, იმიტომ რომ ყველაფერი დრომოჭმული, აი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით უკვე აქამდე რაც გაიარეს კირჩხიბებმა, ხო? რაღაც ისეთ იდეოლოგიაზე და ისეთ ტალღაზე გადავიდნენ უნდა და ისეთ ფილოსოფიაზე, რომ პრინციპში უნდა შეცვალონ ყველაფერი. თავისი თვალსაჩინარიდან გამომდინარე, მე ისედაც ხშირად რო ვაკვირდები ხოლმე უკვე წლებია, ფსიქოლოგიურ ასპექტში თქვენ თვითონაც რო დააკვირდეთ, ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარეთ. თქვენს მეგობრებს, ახლობელს, როგორი პოსტები აქვთ, რამდენად ხშირად აპროტესტებენ რაღაცებს, ხო, ამ მდგომარეობას არ გულისხმობ, ოღონდ მიხვდებით როგორი ცხოვრებაც აქვთ. ამიტომ ჩვენს აღქმაზე და განწყობაზე რეალურად, ხო, ისევ და ისევ უზნაძემდე მივდივართ. ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება. შესაბამისად, კირჩხიბებს ურჩევდი აუცილებლად, რომ ეს გადაწყობა მოახდინონ სასიკეთოდ და დანარჩენი უკვე ყველაფერი უნდა დაალაგდეს, ის ქაოსიც, ის ნაცნობობაც, რომელიც არც თუ ისე კარგი ნაცნობობა, ის გარკვეული αφიორებით შეიძლება, რომელიც მათ ცხოვრებაში იყო, ახლა შეიძლება უკვე გადავიდეს უფრო სხვა დონეზე, სხვა ნებისმიერ კითხვას გასცემენ პასუხს თვითონ შინაგანად და უკვე მათი ცხოვრება აბსოლუტურად გადაფასებებს დაიწყებს და შეცვლას. აქტუალიზაცია იქნება უცხოეთის თემებიც ამ შემთხვევაშიც, იგივე მოგზაურობა და სხვა და სხვა. საერთო ჯამში ძალიან პოზიტიური წელი აქვთ. ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის პერიოდი არის ერთი მხრივ ცოტა კრიზისული, ოღონდ კრიზისული იქიდან გამომდინარეც, რომ ისედაც თქვით, რომ გველი ტყავს იცვლის და აუცილებლად აქაც ლომმა ტყავი უნდა შეიცვალოს. განსაკუთრებით, მაგრამ ძალიან მომგებიანი შეიძლება იყოს კარიერული და ფინანსური კუთხით ვფიქრობ. კიდევ ერთხელ ვამბობ, 6-7 წელი, ვისაც ვკითხე ბევრი ადამიანისთვის, ეს იყო ახალი ფინანსური შემოსავლის წყარო, ოღონდ აი კლასიკურად კარიერული გაგების, ეს ჰობის დონეზე და რაღაც არა. ამიტომ ფუნდამენტი უყარეთ კიდევ რაღაცას მავნებლობს ხო ჩვენი ტყუპაზე. ამიტომ აუცილებლად ფუნდამენტი ჩაუყარეთ ლომებმა რაღაცა მსგავს, რაღაც სერიოზულ, ანუ მარტივ რაღაცებს უნდა თანხმდებით. ლომები აუცილებლად რაღაც სერიოზულ მნიშვნელოვან რაღაცებს უნდა შეეჭიდონ. კი, ხატიასთანაც მქონდა საუბარი და აღნიშნა, რომ მანაც ამ პერიოდში 6 წელს დაიწყო კარიერა ერთ-ერთი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი წელი არის მოკლედ ლომებისთვის. ფინანსები სწორად დაორგანიზეთ, შეიძლება მემკვიდრეობაც მიიღონ, შეიძლება ის ძირითადი საკითხები, რომელიც მანამდე ალიმენტებს რაღაც გარკვეულ პრობლემებს უკავშირდებოდა, ძალიან კარგად დაგვირგვინდეს მოკლედ. გადავედით ქალწულზე. ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანზე ჯერჯერობით იქიდან გამომდინარე, რომ ეს სატურნი მასწავლებელი პლანეტა ისევ მყარად ამ პოზიციებს ამაგრებს, ჯერჯერობით ისევ გამოცდების პერიოდია. შესაბამისად ის, რომ რაღაცები არ გამოუვათ ან რაღაცებში ცდუნება აქვთ, რაღაც ის ნაკლებად სავარაუდოა. უბრალოდ ამ საკითხში მე ყურადღებას გავამახვილებდი ქალწულების შემთხვევაში პარტნიორულ თემაზე, პარტნიორული თემები განსაკუთრებით ბიზნეს და კარიერულ საკითხში, იმიტომ რომ ისეთი პოზიტიური და ისეთი ეფექტური წინადადებები შეიძლება მიიღონ, რომ ეს უკვე წლები გაგრძელდეს მერე და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა, ხო? პარტნიორულ თემაშიც ვიტყოდი ანალოგიურს, უბრალოდ ცოტა ყურადღებით იყვნენ ფლირტთან და ესეთ თემებთან, იმიტომ რომ ეცადონ რომ გააღრმაონ და ზედაპირულ ურთიერთობებს ცოტა მოერიდონ მოკლედ. იმიტომ რომ გულის სადგენი შეიძლება იყოს და მერე ასე შემდეგ არც თუ ისე კარგი პერსპექტივები მოყვება ამ ყველაფერს. სასწორისთვის არის ვერძი და სასწორი თავიდანვე გამოვარჩიე. პრინციპში ეს ციკლი უკავშირდება სასწორიცხო ჰაერისტიკის წარმომადგენელია თქვენსავით მეგობრებო. შესაბამისად სასწორისთვისაც უკავშირდება რაღაცების დალაგებას, გენერალური დალაგების თემას. პირველ რიგში ძალიან კარგი იქნება იწლევანდელი წელი და მომავალი გარკვეულწილად მოახმარეთ სასწორებმა იმიჯს.
საკუთარ გარეგრობაზე ზრუნავს, მით უმეტეს ესთეტები არიან და ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის მათთვისაც ეს. ამიტომ იზრუნეთ ამ საკითხებზე, დაალაგეთ ყველაფერი, აი გაწერეთ ჩვეულებრივ, იმიტომ რომ ინტელექტუალი ნიშანია, ხო, გაწერეთ ყველაფერი და დაალაგეთ მთელი ცხოვრება, მოკლედ ასე. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ მიგრაცია, ემიგრაციის თემა მათთვისაც შესაძლოა აქტუალური იყოს, კი ბატონო, და ეს მედიტატიური მდგომარეობა შეიძლება ხანდახან პერიოდულად მოუარეთ ხოლმე ჩაკეტილობის შეგრძნება, მაგრამ ეს ერთი მხრივ კარგად შეუძლიათ გამოიყენონ, აი ლომები სხვათა შორის წეღანდამა ვიწყდა და სასწორებმაც კარგად შეუძლიათ გამოიყენონ ფსიქოლოგიური ტრენინგები, საკუთარ თავში თვითჩაღრმავება, ანალიზის გაკეთება, შესწავლა თუნდაც ფსიქოლოგიის ძალიან კარგი იქნებოდა. მორიელი. აი მორიელისთვის არის ფეიერვერკის წელი. მორიელები ყოველთვის მიპროტესტებენ ხოლმე, რომ ისეთი არაფერია. მორიელები ხო რადიკალური ტიპაჟები არიან, ფსიქოტიპები და მორიელებისთვის არის ფანტასტიკური ციკლი, მეგობრებო. კურუებსაც გამოვარჩიე, იმიტომ თავიდანვე და განსაკუთრებით მორიალისთვის, იმიტომ რომ შემოქმედებითი თან თუ ცოტა კრეატიული არის, შემოქმედებითი პოტენციალი ფინანსურ თემაში, კარიერულ საკითხებში, ოჯახში, აქ ისეთ მორიელებს, ვისაც მანამდე პირად სასიყვარულო თემაში არ უმართლებდათ, აუცილებლად უკვე რაღაცა საშველი დაადგებათ, როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე. აუცილებლად იქნება დადებითის მომტანი მათ მიუმართავ, ვისაც შვილი არ ყავდა დიდი ხნის პერიოდში, მათაც ძალიან გაუმართლებს. იმიტომ რომ ფორტუნა აბსოლუტურად ყველა გაგებით მათ მხარესაა. უბრალოდ უნდა იყვნენ უფრო მიზანმიმართულები და აუცილებლად ცოტა პოზიტიურები, აუცილებლად. აი ეს თქვენ უნდა დაგესესხონ მე მგონი მორიელები ტყუპებს განწყობას. გადავედით მშვილდოსნებზე. მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ნიშანი, ყოველთვის ვაპროტესტებ ხოლმე, როცა იძახიან, რომ მე კიდე დრამა მაქვს მომავალ წელს. არასდროს არ უნდა გქონდეთ მშვილდოსნებს დრამა, იმიტომ რომ არის პირიქით ამ პოზიტივის გამავრცელებელი ყოველთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად თევზებს და მშვილდოსანს განაგებს პლანეტა იუპიტერი, რომელიც არის ფუფუნების და ესე იდეოლოგიის მართველი, ნუ თავის ძმას, რა თქმა უნდა, თევზები უფრო მეტად წყალობს, ხო? და ისედაც ის საკითხები, რომელიც ყურადღების მიღმა შეიძლება გქონდათ, ეხლა უფრო დაასტაბილურებთ, ოღონდ რა თემაში ვნახოთ. და ეს თემა არის სახლი. ეს თემა არის სახლი, ეს თემა არის ოჯახი, ეს არის ოჯახური, აი ნებისმიერი საკითხი, რომელიც სახლს უკავშირდება, შეიძლება მაგალითად ბიზნესად აქციონ. შეიძლება მაგალითად ორსულობა უფრო სახლში დაგსვათ, სიტყვაზე ვამბობ, ხო? შეიძლება მოხდეს ისეც, რომ უძრავი გონების სააგენტოს იდეა გაგიჩნდეთ მაგალითად და ამგვარად შეიძლება იყოს მოგზაურობები, შეიძლება იყოს ცვლა ზოგადად სახლის ცვლა და სივრცის ცვლა და ასე ვთქვათ, კიდევ ერთ-ერთი ძალიან კარგი ვარიანტია, თუ ეს მოსიყვარულე წყვილი გადაინაცვლებს უკვე ერთად თანაცხოვრებას დაიწყებენ. ესეც ერთ-ერთი ესეთი პოზიტიური მომენტი არის. ეხლა რაში შეიძლება იყოს ნეგატიური თემა? დასალაგებელი, მოდი ესე ვთქვათ, დასალაგებელი შესაძლოა გახდეს ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მთელი კონცენტრაცია არის სახლის სიტუაციებზე და ოჯახურ თემაზე, უკვე კარიერა. ამიტომ ყურადღებით იყავით, არ გამოგეპაროთ ისეთი ნიუანსები, შეიძლება ვიღაცას კონკურენციას უწევთ, ვიღაცას არც ისე გულზე ეხატებით და ამიტომ გაგიფუჭონ საქმე სამსახურში. რაღაც გარკვეული პრობლემები შეექმნას თქვენს ბიზნესს, იმიტომ რომ ყურადღება მოადუნეთ, ხო, არა და როგორი წელია, გველი როგორია გაიხსენეთ თან, ანუ არ მოძრაობს ზედმეტად, უბრალოდ უცაბედ მოძრაობას აკეთებს, ხო? აი ესე, ხო, ესე მოულოდნელად რო არ დაკარგოთ პოზიციები, იყავით ყურადღება, ხო? კიდევ ვინმე არ გამომრჩეს ახლა თხისქა. ახლა თხისქი დრო. სხვათა შორის ეგვიპტიდან ტყუპებზე ძალიან საინტერესო ნიუანსები მაქვს, მაგრამ ეხლა ამ გადაცემის ფორმატი არ არის. კი ბატონო. ესე იგი, გადავედით თხისქაზე. თხისქისთვის არის ერთ-ერთი შეიძლება თვითონ ძალიან არ მოსწონს ეს თემები, იმიტომ რომ ძალიან კონსერვატორია ბუნებით, მაგრამ მისთვის ჩაერთა ძალიან აქტუალური არის კომუნიკაციის საკითხები, ახალი ნაცნობობა, ახალი ამ წრის გაფართოება აუცილებლად ტყუპური თემები ჩაერთო თხისქას ოღონდ, ხო? და აქ ეს თემები შეიძლება გამოიყენოს ძალიან კარგად. თხისქა ხო კარიერისტია და აი ზუსტად კარიერის თემებში შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს უკვე ეს თემები. ასევე შეიძლება მოუწიოს იდეოლოგიის ცვლა, იმიტომ რომ მე ის ყველაფერი უკვე დრომოჭმულია და ეხლა უკვე სხვა ეტაპზე უნდა გადავიდი. აი თუ ამას დასძლევს თხისქა, მაშინ ბრწყინვალე წელი იქნება და ამ კომუნიკაციებს, იგივე სოციალურ ქსელებს, რეკლამას ბიზნესში აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს, იმიტომ რომ გაუმართლებს. მერწყულის ზოდიაქოს ნიშანზე რა შეგვიძლია ვთქვათ?
მერწყულები და ლომები ერთ ღერზე მოხვდნენ, რა თქმა უნდა, არიან და მერწყულები, ფინანსები, შემოსავლები, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მერწყული არის ერთ-ერთი ყველა კრეატივის მამა ზოგადად, ხო, იმიტომ რომ რა დროს რა იდეა მოუფრენს კაცმა არ იცის და ყოველთვის პროგრესულია, აი ზუსტად ახლა შეგიძლიათ ეს თქვენი პროგრესულობა და ყველაფერი გამოიყენოთ იმაში, რომ შემოსავლის წყაროები გააფართოვოთ. თან როდის? მაშინ, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ სამყაროში კრიზისია, ხო? არა, ის ზუსტად ამ კრიზისის დროს შეიძლება ისეთმა იდეამ მოგიკაკუნოთ, რომ ძალიან ეფექტური იყოს, მოკლედ სამართავად. პრობლემური თემა რა შეიძლება იყოს? პრობლემური შეიძლება იყოს კრიზისები, მაგალითად, ყოფილი პარტნიორისგან, შეიძლება იყოს ყოფილი სამსახურიდან. აი, აქედან უკვე რაღაც გიჩიჩხინებს, თითქოს და რაღაცები გირევთ ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენი ერთ-ერთი მეურვე პლანეტა არის სატურნი, მერწყულებს მიმართავ და შესაბამისად სატურნისეული რეჟიმი გაწერა და ეს ყველაფერი ძალიან დაგეხმარებათ მე, რომ აი იმ მწვერვალებს მიწვდეთ, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ, რომ თქვენი ყოფილიყო. თევზების ეპიცენტრში არიან მოკლედ თევზები და მოკლედ ყველა გზა მათთვის ხსნილია. ერთადერთი ეს იქნება იმიჯის დონეზე, ეს იქნება პირად სასიყვარულო თემა, ეს იქნება კარიერული საკითხები, უფრო მეტად ჩამოდით მიწაზე, უფრო მეტად დამიწება, რა თქმა უნდა, ეს პირველი რაც მინდა უთხრა, მეორე ძალიან მნიშვნელოვანია გადაანაწილეთ, იმიტომ რომ ეს თქვენი ქაოსი, რომელიც თავში გაქვთ, კი ძალიან მაგარია, ეს სულიერება, ძალიან ეს მაღალი სამყაროები, მაგრამ ეს ვიბრაციები თქვენი მოახმარეთ დღევანდელ მატერიალურ სამყაროს, იმიტომ რომ კომფორტში ყოფნა მოიაზრებს იმას, რომ მე თქვენ ყველაფერს დაიკმაყოფილებთ იმ თქვენ მოთხოვნილებებსაც, სულიერების კუთხითაც, სიყვარულის და რომანტიზმის კუთხითაც. ამიტომ იყავით ცოტა რეჟიმში, გაწერეთ თქვენს ყველაფერი და დანარჩენი ხელის შემშრელი ფაქტორები პრინციპში არ იქნება, ერთადერთი თქვენს მოერიდეთ ალბათ კონკურენტებს, იმიტომ რომ მეტოქეები და კონკურენტები შეიძლება და მithქმა-მოთქმა შეიძლება იყოს თემა, რომელმაც შეიძლება ცოტა დაგაბრკოლონ. სრულად ამომწურავი იყო ყველაფერი. ხდება? ეხლა ტყუპებზეო რაღაც. სანახენ ამას, მამაჩდეს ვთქვათ, გაასწრებთ ტყუპების ამბავს. მე თუ შეიძლება გავალ რეკლამაზე, რეკლამაზე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, არ გადავდით. ანუ ტყუპებზე.
არის რთულად გამოსაცნობი დღეს ვინ არის ჩვენი სტუმარი? ხო, ვერ არის რთულად გამოსაცნობი. ძალიან დიდი მადლობა. ბასტიბულო, ძალიან დიდი მადლობა რა ლამაზები ვიხარ. კეთილ გოგოებო. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო და მოკლედ 25 იანვარს ძალიან დიდი დღესასწაული ელოდება ქართველ ბავშვებსა და არა მხოლოდ ბავშვებს, ზოგადად ქართველ მაყურებელსა და მსმენელს და მე მგონი პირდაპირ უნდა გადავიდეთ ჩვენს უსაყვარლეს მარიკა აროშიძესა, რომელიც თავიდან ბოლომდე მოგვიყვება, რა ხდება ჩვენს თავს 25 იანვარს. ბოლომდე არის ბასტიბულო. 25 იანვარს. თინა წავიდეთ 25 იანვარს კონცერტზე? მე მგონი წავიდეთ, ხო? თინა, ხო მოდიხარ კონცერტზე? კი, ხო? მაყურებელს მოვაყოთ როგორც შეგვიძლია და ანას შვილი. მარიკა, მოდი დავიწყოთ ხო და მოვყვეთ 25 იანვარს, როგორი სიურპრიზები ელოდება ქართულ ბავშვებს. ესე იგი, რა ხდება 25 იანვარს. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ ჩვენ და რაღაც ეს ჩვენი ჯადოსნური სამყარო გვინდა რომ თქვენი ეთერით პირველად გავაჟღეროთ, ასე ვთქვათ, ჯერ არ სადავყოფილ ვართ არც ერთ არხზე და ძალიან მიხარია ხოლმე თქვენთან რომ მოვდივარ. ჩვენ ეხლა რა ხდება 25 იანვარს? ჩვენ წელს საერთოდ არ გეგმავდით მართალი გითხრათ კონცერტის გაკეთებას რა. რაღაცა ჩვენი შიდა მოსამზადებელი რაღაცებით ვიყავით დაკავებული. საერთოდ ძალიან გვიჭირს წელიწადში ორჯერ ესეთი გრანდიოზული დიდი რაღაცა შოუს გაკეთება, იმიტომ რომ ეს არ არის ადვილად გასაკეთებელი სიამოვნება და ნუ წელს ახლა ვიფიქრეთ რომ მოდი ზამთარში არ გავაკეთოთ და რაღაცა 1 ივნისისთვის უფრო ავიღოთ გეზი. მაგრამ ნუ ჯერ ხო არ შეწყდა ზარები რა, რომ აბა კონცერტი არა გაქვთ, რატომ არა გაქვთ კონცერტი არა, თქვენ კონცერტი, როდისა გაქვთ კონცერტი და ნუ ჩვენ ყველას უხსნიდით, რომ ისიც აი ეხა წელს რაღაც არ გვაქვს ეს კონცერტი და გვაპატიეთ რა. მაგრამ ერთ დღესაც ხო რაღაცა ესე არა, თან ერთ დღესაც ჩვენთან შემოდის ასეთი ზარი Sparks ჯგუფისგან და გვეუბნება რომ აი თქვენ ვიცით რომ წელს კონცერტი არ გაქვთ და ხომ არ იფიქრებდით რომ აი ჩვენ რომ დაგეხმაროთ გაკეთებაში და თქვენ ხომ არ გააკეთებდით. ეხლა თუ რო არაფერს არ აკეთებ და უცბად რაღაცა რო გასაკეთებელი, ხო რაღაცნაირად ის არის. ვიცი რა ჯერ ახლა ხო რა, ხო ეგ არ გვიგვირს, მაგრამ აი რაღაცა ეხლა თან ფილარმონია ჩვენთვის არ არის რომ აი ფილარმონიაში კონცერტი გააკეთე და აი უცბად რაღაც კონცერტი გააკეთე არ გამოდის რა, იმიტომ რომ ის რაღაც სხვანაირი მასშტაბი არის, სხვანაირად უნდა მოემზადო, სხვანაირი მუსიკალური ნომრები გჭირდება, სხვანაირად გჭირდება მსახიობი შერჩევა და ასე შემდეგ. ხო ესე აი უცბად არ გამოდის და პირველ წუთებში მქონდა პაუზა, რომ აი უნდა მეთქვა რომ არა, მაგრამ ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს. აი როგორც კი ვიგებ რომ ხვალ რაღაც მაქვს გასაკეთებელი, ადრენალინი მაქვს, არ ვიცი რა. და აი რომ უნდა უთქვა არა და მე ვამბობ კი, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და ჩვენ შეგვიძლია ამის ამბავებს გაუთიშე თუ არა ეგრევე პასტიბულში აბა და უკვე ყველა დაფრინავს აკეთიკით, აბა რა უნდა გავა ეს ვინ უნდა იყოს, ის ვინ უნდა იყოს და აი ამ ამბებში ვარ. ნუ მე ბევრჯერ ხარ რაღაცა საქართველოში მომხდარი ამბების გამო ეს ხანაბა იქნება, არ იქნება, მოდი გადაიწიოს, არ გადაიწიოს. ნუ რაღაცა პერიოდი გავჩერდით, იმიტომ რომ მართლა საერთოდ არ ვიცით, ცოდით რა მოხდებოდა, ხო? მე ახლა ის ბავშვებმა რომლებმაც მზადება დაიწყეს, ხო? ესენიც ბავშვები საერთოდ ძალიან რთულად იგებენ თუ რა ხდება გარშემო, ხო? უბრალოდ მათზე გადადის ეს ემოცია და ბავშვებზე ემოცია არ უნდა გადავიდეს ჩვენი მშობლების. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბედნიერი სახეების ყურება მათთვის რა, იმიტომ რომ ეს ბავშვობა არის ის ფერადი სამყარო, რაც მათ მერე დიდობაში აი რაღაც რო გაგიჭირდება, ხო, რა გახსენდება რომ ბავშვობაში რაღაცეები, ხო? აი რაც აფერადებს ეს ბავშვობა არის და ამიტომ ბასტიბულო მაინც მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩვენ ეს კონცერტი უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. თარიღი კი ბევრჯერ შევცვალეთ, გადავიდა, გადმოვიდა ეს ეხლა კი შეიძლება ვინმე მითხრას რომ 25 იანვარს რა დრო შობაო, იმიტომ რომ ჩვენ ზღაპარს გვია შობის ზღაპარი. ეს არის ის რაღაც ჯადოსნური შობის ზღაპარი, რაც შობა რა არის ოჯახთან ერთად. ვითომ 25 დეკემბერი ასე იყოს, ან 7 იანვარია, იმიტომ რომ მაშინ უნდა ვქონოდა ზღაპარი. ხო. და ნუ მოკლედ გადავედით ახლა 25 იანვარს. ეხლა 25 იანვარს მე რაღაც ერთი სიურპრიზით მოვედი, მართალი გითხრათ. აბა
რა უნდა და ესე იგი ჩვენ შევარჩიეთ მსახიობები და მომღერლები ვინც იღებს ჩვენთან მონაწილეობას ანუ ამ ზღაპარში ყველა ადამიანი ანუ მოქალაქე ამ ჩვენს ქალაქში ცხოვრები რაღაც განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული ანუ ყველას თავისი სიყვარულის საჩუქარს ამზადებს რომ გააგზავნოს ქალაქის სხვა მოსახლეობას მას ვისაც საჩუქარი არ აქვს ან იმასთან ახალი წელი არ მოდის ან ასე შემდეგ და ну ესეთი სიყვარულით ავარჩიეთ ყველა მსახიობი თუ მომღერალი ამის ну ეხა დადგა მომენტი რომ უნდა ავარჩიოთ მომღერალი რომელიც არც ისეთი კეთილია რა ეხა რაღაცა უნდა იყოს არც ისეთი კეთილია სინამდვილეში კი კეთილია რა სინამდვილეში კი კეთილია მაგრამ აი ნუ პერსონაჟი არის ასეთი რა და ნუ ვიფიქრეთ რომ ხა ვინ შეიძლება იყოს ეს აი ვინ უნდა იყოს ნუ ეხა ბავშვები ვერ იქნებიან ხო ბოროტ და ესე გმირებს ბავშვებთან თამაში ცოტა არ გამოდის ნუ ბავშვები ვერ იქნებიან კაი ბავშვი ვერ იქნება ბიჭი რო იყოს კაფი იყოს ხა ბიჭი რო იყოს ეხლა რაღაცა ის არა ბიჭი გოგო რო იყოს და მოკლედ მიდის ესა გოგო იყოს ბიჭი იყოს ეს იყოს ის იყოს ეს მსახიობი იყოს ეს და ნუ ბოლოს დიდხანს იბჭეს და იფიქრეს მეფემ და მისიანებმა. ხო და ერთი წინადადებით ვარ ანა შეთან ის მე მგონი რაღაცნაირად. შეიძლება რომ შენ იყო. დედას გეფიცები თუ ვიცოდე რაცო არ ვიცოდე. ბოროტ კაცი გაგახსენდა ეხა თუ რატო ამიხსენი. არი ხო რო იცნო ადამიანს. მე მგონია რომ ყველაზე საინტერესო შესასრულებელი და გასაკეთებელი როლები არის ხოლმე. მე ძალიან დიდი სიამოვნებით. შეიძლება რაც ბასტიბურია თუ არ იქნება ეს როლი. მე გზადაგზა კიდე მოგიყვებით, მაგრამ აი ესე ვფიქრობ, რომ არა თინაც იყოს იქ, იმიტომ რომ რაღაცაც მაგისთვისაც მოვიფიქრებ. არა, მაგარია. ესე იგი, როლი გაქვს. აი ამ წუთად. ახე უარს თუ იტყვის გააგდე ბასტიბურდა. ვერა. არ არსებობს. არ არსებობს. ყოფილი ბასტიბურელი არ არსებობს. აი არ არსებობს. ეხლა ჩვენც უგვინდა რომ რასაკვირველია ყველა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ აი ეს არის რომ ბასტიბურგუში საერთოდ ძალიან მიჭირს ამორჩევა ადამიანის ვინ უნდა იყოს რა, უბრალოდ აი მუსიკალური მასალიდან, ხასიათიდან გამომდინარე ვინ შეიძლება იყოს, რაღაცა იმას უნდა მოარგო, ხო და ამიტომ აი რაღაც რო შევარჩევთ ხოლმე მომღერლების ამ მსახიობების ერთ ჯგუფს მე სუმა განცდა რომ ვიღაცას მე იმას ხომ არ ეწყინა ამას ხომ არ ეწყინა ესე ყვარ არ ვიცი ძალიან განცდებში ვარ გამომებით ამ თემასთან დაკავშირებით რა ქვია ყოველთვის ყველას იმდენად უხარია იმიტომ რომ თქვენგან მოდის ეს განწყობა და თქვენგან იმდენად დიდ სიყვარულს იღებს თვითონ ჩვენთან იმიტომ რომ მე არ მეგულება ირგვლივ მომღერალი თუ მსახიობი და ვისაც თქვენთან არ გქონია ესეთი შემოქმედებითი კავშირი, ასე რომ პირიქით იცოდეთ რომ ყოველთვის მადლიერები ვართ ის ადამიანები, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც გქონიათ შეხება ბასტიბურგუსთან, იმიტომ რომ მათო შეხება სამყარო ყველას როგორც მაყურებელი იგივე შეგზნება და იგივე განწყობა. ძალიან 25-ში არის და დღეს უკვე რეპეტიცია არ მაქვს. რეპეტიცია გაქვს აქედან როგორც ვიგავალთ ეგრე. ოი რა კარგია, ძალიან კარგი. ანუ მე მოვემზადო რა კარგია, როგორც მე კიდე გამიხარდა რომ დაგვეთანხმე და საწყლებს ხო არ სპექტაკლი აქვს. ძალაფერი. ეხლა მისთვის არის სამოთხე. ძალიან დაგვეხმარებით ნამდვილად. რა სამყო პირიქით. კიდევ ვინ იქნებიან თუ საიდუმლო არ არის რამდენიმე ჩამოგუთვალ თუ ვინმე თქვენ ყოველს ვინ ჩამოგუთვლით არა ერთი ბოროტიც არ გჭირდებათ აი შეიძლება ან ბუჩქი მაინც რა ვიდგების თუ არ გავალთ შემდეგ საინფორმაციოზე მე არ ვიცი როგორ დამთავრდება მათი არა იცი როგორ დამთავრდება რომ მე მგონი სამი ახალი ის მეყოლება რა ქვია გმირი მეყოლება მოდი ერთზე დავჭერდეთ ესე იგი ჩვენს ზღაპარში სამი კი გაქვს გადასული ხარ ხო სამი კი გაქვს ჩვენ ზღაპარში ვინ მონაწილეობს ეხლა ვინ არის ესე ზუსტად კონკრეტულად არ გეტყვით იმიტომ რომ რაღაცა ზღაპრიშინა ასიც ეხლა ესე იგი ჩვენ ზღაპარში მონაწილეობს ჩემი ციმციმა ნუცა თოფურია უსაყვარლესი ნუცა თოფურია ეხლა ესე იგი ქალბატონი ანა ქურთუბაძე ჩვენი ნინი ბადურაშვილი სალომე ბაკურაძე დუეტი ჯორჯია და გელა გნოლიძე და მისი ბენდი
უკეთესაა შვენიერი შემადგენლობით ერთი სიტყვით ის და კიდე არიან რამოდენიმე დაგშაჭი გადაშიგ მაგასაც ნელ-ნელა გეტყვით ხო მე მგონი ის გადაგშვენია რომ ძალიან დიდი წარმატება უსურვოთ 25 იანვარს ბასტი ბუბუს ვინ ხარ გამოგშა ეს არ არის ნამდვილად ხა პრობლემა იმიტომ რომ თქვი ვინც გამოგშა 25-ში ვნახავთ ხო რა თქმა უნდა ნაწილი წარმოდგინეთ ჩვენს ტელემაყურებელს ამიტომ ძალიან გვიყვარხარ ბასტი ბუბუ ზოგადად და დიდი მადლობა ყველასთვის ესეც აკეთებთ საერთოდ ჩვენი შვილებისთვის ასე რომ ჩვენთან ძალიან დიდი მადლობა მე აღარ ვიცი როგორი მადლობა ვთქვა ალბათ 25-ში სცენიდან ვიტყვი ჩემი თამაშით ალბათ ამ მადლობას და ძალიან მიხარია რაღაცა განსხვავებულია ძალიან და ერთი სულიმად გავიგო კარგად პერსონაჟის ხასიათი მე მგონი დროა რომ ჩვენს ტელემაყურებელს დავუტოვოთ სულ ცოტა ხნით საინფორმაციო გამოშვება ჩვენ საინფორმაციო შემდეგ დაგიბრუნდებით ასე რომ უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად აუცილებლად დროებით Sešli. აჰა ეს იგი სანამ ჩვენი კოლეგები საქმეში არიან ჩართულები ეხლა თქვენ მოგიყვებით რა საქმეში თუ არ გავხსენებ მე მგონი ნამდვილად არ არის თუმცა მაინც გეტყვით რომ სულ მალე სრულდება კოკა-კოლას სახალხო გათამაშება და აი აგერ არის ორი ნათელი მაგალითი რომ სწორედ აი ამ საქმით არიან დაკავებულები კონკრეტულად კი იმისათვის რომ გათამაშებამ ესე იგი მოგიტანოთ თქვენს ბედნიერი წუთები უნდა შეიძინოთ კოკა-კოლას ბოთლი ყვითელი თავსახურით რა თქმა უნდა და ბოთლის შეფუთვაზე განთავსებული QR კოდი დაასკანეროთ, ჩამოტვირთეთ შემდეგ აპლიკაცია, გაერეთ რეგისტრაცია და ნუ შემდეგ უკვე ის პროცესი და ასე ვთქვათ, ძალიან მარტივია, აი ნიკა. ახლა აკეთებს სწორედ აი ამ ყველაფერს. ნიკა გინდა რომ მაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებელს? რა ერთი წუთით ნიკა კი არ აკეთებს, ანა ეხმარება და ნიკა აკეთებს და აქვე პირობა უნდა დაიდოს რომ რასაც მოიგებ ის ორივესია. ანუ წილში ყავს უკვე ყველა მეც, ანაც და ყველა. მაგრამ მოდი, ნიკა მოდი არ ხარ ჩვენ ტელემაყურებელს. ისეთი საჩუქრები ელოდება გამარჯვებულ ადამიანს. რომ არ იყოფინება. იყოფინება ხა 4 საგზური ლაპლანდიაში 4-ვე შენ გინდა? 4 ადამიანზე. ანუ 2 ჯერ მარტო მე ვარ. მე 2. მარიამა რა ქნას? მე გუშინ 2 ვიყავი უკვე რა ნაზარში მარიამა აშკარად. არ შეიძლება რომ არ ჩამოვთვალოთ კიდევ ერთხელ ის საჩუქრები რომელიც კოკა-კოლის გათამაშების გამარჯვებულს ელოდება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიას რომ აი ამ გაუგონარი სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის აი ესეთ დღესასწაულებს აწყოთ მართლა გჭირდება ყველას ბავშვებსაც და ჩვენ ბავშვებსაც. ესე 7 დღიანი საგზური ლაპლანდიაში 4 ადამიანზე. 2 და 2 გადასარევია გადავინაწილეთ. მე რატო დამჩაგრე? iPhone 16 Pro Max. აჰა, იყოს მარიამს. ხო, წითელი Vespa. ხო? Gaming setup-ი. 16 Pro Max-ი ვთქვით, ხო მართალია? iPad Pro 13, Apple Watch, MacBook Air 13, Dyson Airwrap-ი, AirPods Max-ი. PlayStation 5 არა, ლაპლანდია მირჩევნია. და რაც თავარია. ეხლა გამოტყდი რომ აი რომელი გირჩევია რომ არის. გამარჯვებულები გამოვლინდებიან, ანა როდის იცი? არ ვიცი. 14 იანვარს ჯგუფასო. რა თქმა უნდა, ლატარის პრინციპი კოკა-კოლას ბოთლეს ჯორჯიას Facebook Live-ის საშუალებით გავიგებთ ერთი სიტყვით, ნიკა იქნება თუ არა გამარჯვებული და ლაპლანდიაში. ანა იქნება თუ არა გამარჯვებული. და წავლებ თუ არა ლაპლანდიაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ ეს API, Coca-Cola-ს API, რომელიც ბოტზე QR კოდის დასკანირების მეშვეობით შეგიძლია ჩამოწეროთ და 2 ცალი უმარტივესი საფეხურია გასავლელი რომ დარეგისტრირდეთ, ეს API მე არ წაშალოთ, იმიტომ რომ Coca-Cola-ს სიახლეები, ახალი აქციები, გათამაშებები და ასე შემდეგ ყველაფერი გექნება თქვენს ტელეფონში და ხო, იქნებით ესე იგი საქმის კურსში. ეს API როგორ უნდა გადმოვწერო, რა ქვია? რა ერქმევა API-ს ხა? მაგდეთ მაინტერესებს. ნახე Coca-Cola-ს API ქვია
ანა, მოდი პირდაპირ ქალბატონი მაია ხერხეულიძის. მე მგონი ძალიან გჭირდება მაია ხერხეულიძე. ძალიან გჭირდება. და მოდი შენ უნდა წარადგინო. კარგი, რა თქმა უნდა, ცოტა დავსერიოზულდები ახლა, იმიტომ რომ სერიოზულ თემაზე უნდა გადავიდეთ. მაია ხერხეულიძის რუბრიკა ექიმის რჩევები გველოდება ახლა წინ, რომელიც ყველას ძალიან გჭირდება და ყოველთვის აქტუალურია. ამიტომ დავუტოვოთ ქალბატონ მაიას. საეთერო და ჩვენ დავემშვიდობთ შემდეგ შაბათ-კვირამდე მაყურებელს. შემდეგ შაბათამდე გემშვიდობებით. დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტრადიციულად ჩვენ ჯანმრთელობაზე ვისაუბრებთ და შეგახსენებთ, რომ ჩვენი რუბრიკის ექიმის რჩევების სპონსორია დეკლარი, პრემიალური ხაზის შვეიცარიული ბრენდი, რომელიც შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. დეკლარი თავისი 45 წლიანი გამოცდილებით წარმოდგენილია მსოფლიო ბაზარზე და ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. მაშასე, როგორც თქვით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჯანმრთელობაზე და შევჩერდებით პატარების, განსაკუთრებით ვისაუბრებთ პატარების ჯანმრთელობაზე და ვისაუბრებთ ალბათ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე, რაც როგორც წესი ზამთრის პერიოდში, შემოდგომა ზამთრის პერიოდში ვლინდება, ეს არის რესპირაციული დაავადებები და ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ციციშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის კლინიკური დირექტორი, ჩემი მეგობარი, თქვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი რესპონდენტი, ქალბატონი მაია ჩხაიძე. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ქალბატონო მაია სტუდიაში მობრძანებისთვის და მინდა კითხოთ სწორედ იმ ძირითადი და ხშირი დაავადებების შესახებ სასუნთქის სისტემის მხრივ, რომელიც დღეს გვხვდებათ თქვენს კლინიკურ პრაქტიკაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მე ძალიან სიამოვნებს და მიყვარს თქვენ გადაცემაში მონაწილეობა. ეხლა რო გადავიდეთ თვითონ თემაზე, რასაკვირველია სეზონური ვირუსების დრო დაიწყო უკვე და მოგეხსენებათ სეზონურ ვირუსებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხოლმე გრიპს და გრიპის შემთხვევების არის დაფიქსირებული, მთელი ავადობის სადღაც 1% გრიპია, თუმცა გარდა ვირუსებისა და თუ გნებავთ ვირუსები ჩამოთვალოთ და შემდეგ გადავალთ სხვა უფრო პრობლემურ ბაქტერიულ რესპირატორულ ინფექციებზე, როგორც არის ყივანახველა, ანუ ამჟამად გავრცელებულია ასევე ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, კოვიდის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა ეს ციფრი ალბათ რეალური არ იქნება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აღარ არის სავალდებულო ტესტირება და ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციას პრაქტიკულად არ საჭიროებს, თუ არ არის ახალშობილი ან ჩვილი, ამიტომ კოვიდი ცოტა გვერდზე გადავწიოთ ამ ეტაპზე. სამაგიეროდ ამ ვირუსებიდან უმეტესობა ავადობის 47%-მდე არის რინოვირუსზე, რომელიც მოგეხსენებათ, რომ მძიმედ არ მიმდინარეობს, თუ არ აქვს პაციენტს ბავშვს უпростоრად სხვა თანხლები დაავადებები. მაგრამ ძალიან გახშირდა შემთხვევები ყივანახველასი, რომელიც 2023 წლის მთელი წლის განმავლობაში სადღაც 117 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, წელს უკვე ოქტომბრის დასაწყისისთვის იყო 1440-ზე მეტი შემთხვევა. ეხლა ზუსტი ციფრი არ მაქვს, მაგრამ მეტი იქნება. პირველ რიგში მინდა რომ ვუთხრათ რეალურად მართლაც ჩვენ გვეგონა რომ ეს დაავადება ასე თუ ისე ვაქცინაციას ვატარებდით და პრაქტიკულად დიდი ხანია ასეთი სიხშირით ნამდვილად არ შეგხვედრია როგორც ეს წლევანდელ სეზონზე იყო და ხშირად არ ვიცი რა არის ამის მიზეზი კოვიდის დროს თქვათ რაღაცა მაინც წყვეტა ვაქცინაციაში თუ თქვათ სხვა მიზეზები, თუმცა ხშირად მიაჩნიათ ხოლმე რომ ეს არ არის ისეთი მძიმე დაავადება რომელმაც შეიძლება პრობლემა შეუქმნას და მე მინდა რომ ვუთხრათ მშობლებს რა დაავადებაა ყივანახველა, რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება და როგორ შეიძლება რომ თქვათ შეიძლება თუ არა მშობელმაც მიიტანოს რაღაც მომენტში ეჭვი ყივანახველაზე და ვინ არიან მაინც რისკ ჯგუფში თქვათ ამ დაავადების თვალსაზრისით. ესე იგი ყივანახველა ბავშვთა ინფექციებს ეკუთვნის პრინციპში, მაგრამ ეს ის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში დაბადებიდან 0-დან დასრულობამდე და მოხუცებულობამდე შეიძლება დაემართოს ადამიანს. თუმცა 90-იანი წლებიდან, უпростоრად 95 წლიდან ვაქცინაცია ტარდება აცელულარული ვაქცინით, ეგრეთ წოდებული, რომელსაც გვერდით მოვლენები ჰქონდა ძალიან ნაკლები და ეხლაც ნაკლები აქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ წლების განმავლობაში ამ აცელულარული ვაქცინაციამ ცოტათი შეასუსტა იმუნიტეტი. იმიტომ რომ ჩვენ აცრილები ვართ სხვა ვაქცინით. ჩვენ ვართ აცრილები, ეგრეთ წოდებული რუსული ვაქცინა იყო, რომელსაც ბევრი გვერდით მოვლენები
მოვლენები ქონდა. მე პირადად ჩემი შვილები როცა ავწერი, ვცდილობდი რომ ყივანახველის გარეშე ვაქცინაც არსებობდა იმით ამეცრა, იმიტომ რომ გვერდით მოვლენების მეშინოდა, მაგრამ ეს დაავადება არ არის ესეთი მსუბუქი დაავადება, განსაკუთრებით მაღალია სიკვდილობა 13.6%-მდეა შეერთებული შტატების მონაცემით 4 თვემდე ასაკის ბავშვებში. ანუ ეს უკვე დიდი ციფრი არის, რასაკვირველია და ეხლაც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ ძირითადად ჩვილები, რომლებიც ჯერ არ არიან აცრელები, ეს არის 2 თვემდე ასაკის ბავშვები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს ვაქცინაცია 2 თვით ასაკიდან იწყება, წლამდე ხდება 3ჯერ რევაქცინაცია, შემდეგ კიდევ განმეორებით ხდება რევაქცინაცია წლინახევრის განმავლობაში, კიდევ 5 წლის განმავლობაში. მაგრამ მთელ მსოფლიოში უკვე ბუსტერ დოზებს იკეთებენ, რადგანაც ამ ვაქცინამ ცელულარულმა თავისი ძალა იმუნიტეტმა დაკარგა და ამიტომ შემთხვევებმა იმატა. ზოგადად ბავშვთა ინფექციებს და ინფექციებს ახასიათებს ზოგს თქვა წითელას ყოველ 5 წელიწადში ერთხელ რაღაც პიკურად შემთხვევების აფეთქებები, წითელას შემთხვევებიც იყო სხვათა შორის, მაგრამ ყივანახველამ ნამდვილად გადაასწრო რაოდენობით. ჩუტყვავილად ვერ აღუდგებით წინ, იმიტომ რომ ამის ვაქცინა სამწუხაროდ ჩვენთან არ არის, ამ ეტაპზე არც კომერციული აღარ არის, როგორც ვიცი და ამიტომ ჩუტყვავილად შემთხვევებიც იყო, ქუნთრუშაც იყო ბევრი, მაგრამ ყივანახველა ძალიან ბევრია. და ეს ბავშვები თითქმის უმეტესობა რეანიმაციაში საჭიროებს შვილები მოთავსებას. დიდი ასაკის ბავშვები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, სულ ყველა არის აუცრელები სამწუხაროდ. არსებობენ ოჯახები, რომლებსაც 10 წლის, 14 წლის ბავშვები ყავთ, რომელიც საერთოდ ვაქცინირებული არ არის. ამიტომ ყივანახველაზე ეჭვის მიტანა ისეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომ ყველა ვარიანტში, ყველა ექიმმა უნდა მიიტანოს ოჯახში თუ ახველებს 1-2 წელს და ხველება გრძელდება 2 კვირაზე მეტი, შეიძლება ტიპიური რეპრიზა აცრილ ადამიანს არ ქონდეს, მაგრამ უნდა საყურადღებოა უკვე ეს ოჯახი, იმიტომ რომ ანამნეზი უკვე საეჭვო არის ყივანახველაზე, თუმცა შესაძლებელია გააჩნია, როდის გავაკეთებთ კვლევას, რა კვლევას ჩავატარებთ, შესაძლებელია კვლევა არ იყოს, მაგრამ დიაგნოსტიკა შეგვიძლია კვლევის გარეშეც, როცა არის სისხლის საერთო ანალიზში მაღალი ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, პატარებში რეპრიზა თუ არის ტიპიური, აქ უკვე ეჭვგარეშეა და ოჯახის წევრების თუ ახველებენ. ამ ყველას ღებინება და ღებინება მოყვება, წესი მოყვება ღებინების ეპიზოდის შემდგომ. ასე რომ ყივანახველა თლათადვილი გამოსაცნობი არ არის, მაგრამ თუ კარგად დაკვირვებით ჩავეკითხებით ოჯახს და ანამნეზს კარგად გამოვიკითხავთ და ბავშვსაც ყურადღებით გავსინჯებთ და მინიმალურ სკრინინგს მაინც სისხლის საერთო ანალიზს გავაკეთებთ, შესაძლებელია პნევმონია არ იყოს, თუმცა გართულება პნევმონია ერთ-ერთი მაღალია. კონტაგიოზურია, საკმაოდ არ არის წითელასავით და ჩუტყვავილასავით კონტაგიოზური, თუმცა კონტაგიოზურია, მაგრამ ითვლება, რომ თუ მაკროლიდით ჩატარებულია 5 დღიანი კურსი, მისი კონტაგიოზობა მცირდება და გარემო პირობებისთვის აღარ არიან საშიში ეს. და თვითონ მათთანაც გართულებები ასეთ შემთხვევაში მკვეთრად მცირდება და ეს არ აგვერიოს უბრალოდ ვირუსები, ბავშვთა ინფექციები ძირითადად ვირუსული გენეზისაა, მაგრამ ყივანახველა და ქუნთრუშა ეს ის დაავადება, რომელიც ბაქტერიითაა გამოწვეული და აქ ზუსტად გვჭირდება ანტიბიოტიკი და ეს არ არის დაავადება, რომელსაც თქვათ ვირუსების გამო არ ჭირდება ანტიბიოტიკი და თან ამ შემთხვევაში antibiotikis დაწყება ხშირად თავიდან გვარიდებს ხოლმე ხველის აი ამ ძალიან ძლიერ და მძიმე ეპიზოდების პრევენციისთვისაც მოიაზრება. ამიტომ უნდა ვთხოვოთ ჩვენს მაყურებელს, რომ როდესაც პატარა ახველებს, ნუ დაელოდებია მაინც-ამაინც 2-3 კვირას და აუცილებლად მიმართონ ექიმს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დროულად დაწყებულ მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ხდება როგორც გრიპი, ძალიან კარგი რომ ჯერ არ არის მაღალ ციფრებზე და ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ იმუნიზაცია ჩავიტაროთ, რომ მე ვთქვათ ამ დაავადებად და გრიპი ვიცი ჩვენ რომ ძალიან ბევრ გართულებას უკავშირდება, თუმცა ასევე ახსენეთ, რომ ბევრი არის პარაგრიპის, რესპირატორული სინციტიალური ვირუსის შემთხვევები და პარაგრიპის ვირუსის ერთ-ერთი ძალიან ხშირი გამოვლინება ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში არის ვირუსული კრუპის სინდრომი, რომელიც ხშირად ხოლმე მშობლები ძალიან დიდ განგაშს იწვევს და მე მინდა ეხლა რომ მოდით ამ ნაწილზე შევჩერდეთ და ამაზეც ვისაუბროთ, თქვათ რა შეიძლება, რა კლინიკური სურათი ახასიათებს ვირუსულ კრუპს, როგორ შეიძლება რომ თქვათ დედამ ამოიცნოს და ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს. თუ ერთხელ იმ დედის შვილს რომელიმეს ერთხელ მაინც უქონდა ისეთი დამახასიათებელი ხმოვანება აქვს ამ ვირუსულ კრუპს, რომ არასოდეს არ დავიწყდება, განსაკუთრებით სტრია დაახასიათებს, ეს არის მყეფავი ხასიათის ცუდი სიტყვა, ზოგ ლიტერატურაში ცხენის ჭიქვინსაც ადარებენ ესეთი ხმიანობა, ხველა ესეთი ხასიათის არის სტრიდორი, ანუ ხმაურიანი ჩასუნთქვა, რომელიც იქითა ოთახში შეიძლება გაიგონონ და მყეფავი ხველა, ხმის ტემბრის შემცვლა და ეს სტრიდორი. აი ეს სამი კლინიკური ნიშანია, რომელიც აუცილებლად მშობელი მიაქცევს ყურადღებას. უბრალოდ ძალიან ცუდია
მოსასმენად, თითქოს ბავშვი იხჩობა ისეთი შეგრძნება. ამიტომ არ უნდა დაველოდოთ თქვათ ვიდრე განვითარდება მძიმე ფორმა, სამი ფორმა, მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მსუბუქის დროსაც რაც თუ მცირე ასაკის არის ბავშვი, მისი სასუნთქი გზები მით უფრო მოკლე და ვიწროა და ადვილად შუპდება კრუპის ფონზე და უნდა ადვილად შეიძლება ობსტრუქცია გამოიწვიოს. ზოგჯერ კრუპის დროს თქვათ სასუნთქი მილის უფრო საინტუბაციო მილის ჩადგმა მხოლოდ იმიტომ ჭირდებათ ხოლმე, იმიტომ კი არა არ სუნთქავს პაციენტი, უბრალოდ სუნთქვის დროს არ არის ჰაერისთვის გამავალი შეშუპების გამო და ამ გაფართოებისთვის აკეთებენ. ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ მიმართონ ექიმებს, იმიტომ რომ არსებობდა მეთოდები ადრე რომ ორცხელი და დაბანტივებული აბაზანაში ან კარტოფილს ხარშავდნენ და რაღაც ესეთები, შემდეგ წამოვიდა ტენდენცია რომ ცივი ზამთარი თუ კაი გააღებთ თუ არა ცოტა ის არის რთულია ცივი ისა, თუმცა ამას უკვე ევიდენსი არც ერთ აღარ აქვს და ითვლება რომ ეს მეთოდები არ ჭრის და ჯობია მაინც ბავშვი კლინიკაში, იმიტომ რომ შეიძლება ერთი ტალღა გადავიაროთ მარტივად და შემდეგი ტალღა რამდენიმე საათში უფრო გამწვავდეს და მძიმე ფორმის იყოს, ამიტომ ყველა მშობელს ვურჩევ თუ კი არის თქვათ კრუპის კლინიკა და ხედავენ რომ კრუპის კლინიკა არის, ასეთ შემთხვევაში მიმართონ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან წაიყვანონ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. გამომდინარე იქიდან რომ ეხლა რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ესეა ხოლმე იანვრისკენ თებერვლისკენ იმატებს გრიპის შემთხვევები, რესპირატორული სინციტიალური ვირუსი, რომელიც ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს, ხშირად ხოლმე ბრონხიოლიტის კლინიკით ვლინდება, ისეც რომელიც რა თქმა უნდა მცირე ასაკის ბავშვებში ძალიან რთულად მიმდინარეობს. მოდით მშობლებს უთხრათ ყველა ის ნიშანი, რა შემთხვევაში მიზანშეწონელია რომ ექიმთან მიიყვანონ ბავშვი, პატარა ბავშვი, რომელიც არის ავად, რომელსაც აქვს ცხელება და ხველა. რა სხვა ნიშანი უნდა ჰქონდეს, რომ ის აუცილებლად იყოს მისაყვანელი? სამწუხაროდ ბრონხიოლიტი, საერთოდ ზოგადად წლამდე ასაკი რისკ ჯგუფია ისედაც და ახალშობილი კიდე განსაკუთრებით რისკ ჯგუფია და 6 თვემდე ასაკის ბავშვებიც რისკ ჯგუფია და ყოველთვის როცა ბავშვს მხოლოდ ცხელებაც კი უნდა მიმართონ ექიმს, იმიტომ რომ შეიძლება ამ ცხელების უკან რაღაც სერიოზული დაავადება იმალებოდეს, რომელსაც მშობელი უბრალოდ ვერ განჭვრეტავს და ვერ მიხვდება რა არის. ექიმიც თუ არის ზოგჯერ მშობელი ექიმიც იბნევა ხოლმე თავის შულთან ზართულია, გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად, ამიტომ ჯობია რომ მიმართონ ექიმს, არ დაიწყონ თვითმკურნალობა. ბრონხიოლიტის კლინიკა სამწუხაროდ ძალიან მარტივად იწყება. ცხვირის გაჭედილობა, თუ ძუძუთი კვებაზეა, ძუძუთი კვებას თავსანებებს და ცუდად იკვებება ბავშვი, ან თუ ვთქვათ ფორმულაზეა ცუდად იკვებება და საკვებს ტოვებს და მეტი არაფერი ისეთი, აქა-იქ თქვათ ჩახველება შეიძლება იყოს, მაგრამ 2-3 დღის შემდეგ კლინიკური სურათი იშლება და იწყება უკვე ბრონხიოლიტის დამახასიათებელი კლინიკა, არის ხველის რეფლექსი სუსტად აქვთ მცირე ასაკის ბავშვებს და ჩვილებს გამოხატული მოგეხსენებათ, ამოხველების მომენტი უჭირთ, აქვთ სქელი ლორწოვანი სეკრეტი, რომელიც გროვდება სასუნთქსებში და მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ხანგრძლივად სამწუხაროდ 10 დღე მინიმუმია, როდესაც ბრონხიოლიტი გაშლის თავის კლინიკურ სირას და ხანდახან 2 კვირა და შეიძლება 3 კვირაც დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია და უფრო ხშირად სუნთქვის უკმარისობის გამო ეს ბავშვები ჟანგბად დამოკიდებულები არიან, შესაძლებელია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოუწიოთ ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ ბრონხიოლიტი საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელსაც გართულებებიც ახასიათებს და სხვა გართულებებიდან სასუნთქის სისტემის მხრივ, თქვათ პნევმონიით შეიძლება გართულდეს ან ბაქტერიული თანდართული ინფექცია და აქ უკვე კიდევ უფრო რთულდება, ამიტომ ბრონხიოლიტი საკმაოდ საყურადღებოა და ყველა მშობელს ვურჩევ მცირე ასაკის ბავშვებისთვის, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ ეს კლინიკური ნიშნებია და ცხელებაა და კვებაზე უარი და ცხვირის გაჭედვა ხველა, ასეთი ბავშვი სასწრაფოდ ექიმთან მიიყვანონ, რომ არ გამოეპაროთ თქვათ ბრონხიოლიტის კლინიკური სურათი. თქვათ რა შეიძლება, რა ღონეს შეიძლება მიმართოს მშობელმა, რომ გარკვეულწილად თავიდან აიცილოს და მოახდინოს თქვათ პრევენცია, რამდენად არის შესაძლებელი საერთოდ და მაინც თქვათ რა ღონისძიებები უნდა იცოდეს, რა გაითვალისწინოს, რომ პრევენცია მოახდინოს ამ დაავადებას. სეზონურ ვირუსების პრევენციაში პირველ ადგილზე, რადგანაც გრიპი ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს, თქვათ ამ ჩვენს პერიოდში და ეს ბოლო წლებია უკვე 2 წელიწადია დაახლოებით უკვე კოვიდზე უფრო მძიმედ მიმდინარეობს გრიპის და ძალიან ბევრი პნევმონიის სახით გართულებები აქვს. ამის საშუალება მაინც არის ქვეყანაში, არის დიდი რაოდენობით ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათ შორის კლინიკაში არ იყო ხოლმე საკმაოდ წლების განმავლობაში მარტო რისკ ჯგუფებისთვის და ამჟამად 4 ნოემბრიდან ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. მეცაც გეტყვით კლინიკაში თუ გიწევთ ქრონიკული
პაციენტები თავისუფლად შეგიძლიათ მოიტანოთ ეს ვაქცინა. NCDC გაძლევთ ამის საშუალებას და აი ეს პაციენტებით მე მიწევს ქრონიკული პაციენტები, რომლებიც უყველა ეგრეთ წოდებული, პალიატიური, ქრონიკული, კრიტიკული, ისინიც კი ავცერით, იმიტომ რომ ესენი რისკ ჯგუფია. ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა, რომელსაც კოვიდის დროს ვიცავდით, იგივე ნიღაბი, ოთახის ხშირი განიავება, ხელების ხშირი დაბანა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და გარდა ამისა დარჩით სახლში ეს ლოზუნგი რჩება, მაინც რომ თუ ავათა ვარ და ბავშვის თუ ავათარი ჯობია რომ არც სკოლაში, არც ბაღში არ წავიდეს, იმიტომ რომ არც მას მოვითარდეს დაავადება გართულებულ ფორმაში და სხვა ბავშვებიც თქვათ ბაღში და სკოლაში დავიცვათ დაავადების გავრცელებისგან. ასე რომ ჰიგიენური ნორმები პირველ ადგილზეა, სამწუხაროდ პანაცეა ესეთ წამალი არ არსებობს, რომ დავლიოთ დაავად აღარ გავხდეთ, ასე რომ მოუვაროთ თავს, მოდის მძიმე ზამთარი და რესპირატორული ვირუსები უკვე თანდათანობით მოიმატებს შემთხვევები და პიკში მივა. კი, იანვარ-თებერვლისში ალბათ პიკში შევა. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო მაია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშობლები გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას და დაიცავენ თავიანთ ჯანმრთელობას და ასევე მოუფრთხილდებიან ბავშვის ჯანმრთელობასაც. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს ჯანმრთელობას ვუსურვებ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.